რა განასხვავებს ფსიქოპატს ნორმალური ადამიანისგან? თავად ტვინის სტრუქტურები სხვადასხვაგვარად არის განვითარებული ჯანმრთელ ადამიანში და ფსიქოპათიის შემთხვევაში. ადამიანი, რომელსაც საერთოდ არაფერი, აი ესეთი კეთილშობილური საწყისი, ადამიანური საწყისი აღარ დარჩა. და ჯანმრთელი ადამიანის ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ ფსიქოპატს უყურებს როგორც ჯანმრთელს. ჯერ უქმნის შეგრძნებას, რომ მისთვის არის განსაკუთრებული, ის უყვარს. ნარცის ფსიქოპატს სჭირდება თაყვანისცემა, არა სიყვარული. ვერ ვათქმევინე ბიძინა ივანიშვილზე ვერაფერი. აი ვერ ვათქმევინე. არჩევს ადამიანებს, რომლებიც იქნებიან წამსვლელები ყველაფერზე, მათ შორის ეს არის ბრმა თაყვანისცემა და ერთგულება. წარმოუდგენელი სიტყვებით ამცი მიწასთან ასწორებს. აუცილებელი პირობა, რომ დაიმორჩილოს მსხვერპლი, ეს უნდა გაანადგუროს როგორც პიროვნება. ბატონო ბიძინა, აგერ ვარ. გამოიწვიოს რაღაც ხო, დაგვინდა და აი მეორე დღეს შევიდნენ მის სახლში. ის ეუბნება, რომ იცი რა, შენ ჩემს გარშე არავინ არ ახარ. მე თუ არ ვიქნები, შენც არ იქნები. რატო იქცევა ასე? რატო არის მისი ქცევის ლოგიკა? იმიტომ რომ ის მაინც ელოდება, რომ ივანიშვილი დაიბრუნებს. თან ზუსტად ვიცი იმ ადამიანისგან, რომელსაც უთხრა, რომ შემარიგე ბიძინას. ფსიქოპათი გულგრილი, ცივსისხლიანი, დაგეგმილი. აღმოჩნდა, რომ ოქსიტოცინის გავლენით ფსიქოპათებში შემცირდა აგრესია. და რა ვიცი, ეხლა რო ვფიქრობ, ხوار შევაცხად ოქსიტოცინის ხსნარი. რა ეს ადამიანები განსაკუთრებით ერთში ახლოვე მართლა უშუალო გარემოს აქ გვაქვს ორი ფსიქოპატის ურთიერთობა. ეს ძალიან საინტერესო, რომ ერთი ფსიქოპატი ხდება მეორეს, იმას მეტი ძალაუფლება და ფული აქვს, მაგრამ ამას აქვს მეტი ინტელექტი. შეუძლებელია ერთმანეთი არ შეჭამა. ახალგაზრდა ყოველთვის იგებს მოხუც. თურმე ამ დროს ტვინში მიმდინარეობს ჩუმად მიმდინარე ქვე ქრონიკული ანთება. ეს არის ივანიშვილის ფობიებით კობახიძის მიერ მანიპულირება. და უნდა ვიცოდეთ, რომ ურჩხულთა ბრძოლა მხოლოდ გაერთიანებული ძალებით შეიძლება. რამდენიმე ურჩხულიც არ უნდა იყოს. როდესაც ამ პრიზმიდან შევხედე, მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ეს. მოგესალმებით, ეს არის ის გადაცემა, რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ, იმიტომ რომ ამ გადაცემაში თქვენ გაიგებთ ისეთ ინფორმაციას, რაც დაგეხმარებათ ავტორიტარიზმთან და ივანიშვილის ქცევის ლოგიკის ახსნაში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ამ ქცევასთან გამკლავებაში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ივანიშვილის ფსიქოტიპზე. დიდი ალბათობით ფსიქოპატზე, რადგან მისი ქცევები პირდაპირ მიუთითებს ფსიქოპატის მახასიათებლებს. ეხლა ეს რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რატომ არის ეს გავრცელებული პრაქტიკა სოფლიო მედიაში, რომ ისაუბრონ ქვეყნის ლიდერის ფსიქოტიპზე, იმიტომ რომ განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ავტორიტარიზმზე ვლაპარაკობთ, რომ ნორმალურ ქვეყანაში ნორმალური ლიდერები ყავთ, მაგრამ ავტორიტარიზმში და დიქტატურაში ყველა ლიდერს აქვს ფსიქოპატიური, პათოლოგიური და რაღაცა ნარცისული და პარანოიდული ნიშნები. და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ამის შესახებ, რადგან პირველ რიგში მათი ქცევის ლოგიკა არის აბსოლუტურად განსხვავებული მათი ხასიათიდან გამომდინარე. ის არასოდეს არ ემთხვევა ნორმალური ადამიანის ლოგიკას. ამიტომ მისი ლოგიკის ქცევის ახსნა ჩვენ ძალიან გვიჭირს. და როდესაც გვეცოდინება თუ როგორ მოქმედებს მისი ლოგიკა, შესაბამისად ჩვენ უფრო მარტივად ავხსნით რას და რატომ აკეთებს და რა შეიძლება გააკეთოს მომავალში და ამით ჩვენ უფრო, ასე ვთქვათ, მომზადებული ვიქნებით და დაცულები ვიქნებით. სწორედ ეს არის ამ გადაცემის მთავარი მიზანი და ასევე ჩემთვის, როდესაც ამ მისი ივანიშვილის ფსიქოტიპის პრიზმაში შევხედე მის ქცევებს და მისი გარემოცვის ქცევას, ჩემთვის ძალიან ბევრი რამე დაალაგდა და გახდა ახსნადი, რასაც მანამდე ვერ ვხსნიდი, სწორედ ამ პრიზმაში დავინახე ძალიან სწორად და ჩემთვის პირადად ძალიან დიდი ნაწილი ფაზლის ავაწყე.
ეხლა ამ გადაცემისთვის მოვიწვია ორი ძალიან საინტერესო ადამიანი, რასაკვირველია შესაბამისი პროფილით. ეკა ჭყონია ფსიქიატრი და დია ყოლბაია ექიმი, პათოლოგ, ანატომი და თქვენ კარგად იცნობთ დია ყოლბაიას მისი ასე ვთქვათ სხვადასხვა გადაცემებში მონაწილეობით ძალიან პოპულარულია TikTok-ზეც და ამიტომ მისი შეფასებები კიდე სხვა ტიპის სხვა კუთხიდან შეფასებები იქნება უაღრესად საინტერესო. მანამდე კი შეგახსენებთ რომ თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე ძალიან გჭირდება თქვენი მხარდაჭერა რაც უნდა გამოიხატოს იმაში რომ გააზიაროთ ჩვენი პოდკასტები დალაიქოთ პოდკასტები ეს ძალიან მნიშვნელოვანია YouTube-ის ალგორითმისთვის რომ ის რაც შეიძლება მეტ ადამიანს აჩვენოს ასევე გამოყვეთ ჩვენს Facebook გვერდზე, TikTok-ზე და Instagram-ზე. დია ეკა მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. თუ მაგალითად ჩემი მაყურებლისთვის არ გახდა დამაჯერებელი ჩემი სიტყვები, რატო გადავწყვიტეთ ამ თემაზე საუბარი, მინდა თქვენც ახსნათ, ანუ რადგან მოხვედით, თქვენც ჩათვალეთ, რომ ამ თემაზე საუბარი არის მნიშვნელოვანი და რატომ აი ჯერ ეს ავხსნათ და მერე დავიწყოთ კონკრეტულად უკვე ივანიშვილის ხელისუფლებაზე საუბარი და ხალხის რეაქციებზე საუბარი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა და მივესალმები თქვენ მაყურებელს და ნამდვილად ძალიან საინტერესო თემა ამას ქვია ხოლმე ეს პოლიტიკური ფსიქიატრია და სხვა შორის სწორად აღნიშნეთ რომ ბევრ ქვეყანაში ცდილობენ რაღაცნაირად როდესაც შედის მდგომარეობაში ხშირ ახსნან ლიდერების თავისებურებიდან ხასიათს და არა მარტო ლიდერების არამედ ზოგადად კონტექსტის გააზრებიდან თუ რა ხდება ქვეყანაში და ამას რაღაცნაირად გარკვეულად სხვადასხვა კუთხიდან უნდათ რომ შეხედოთ. რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თვითონ ეს გარემოსაც ქმნის დიქტატორი და რა გარემოსაც ქმნის დიქტატურა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ყველაზე აბსოლუტურად აქ არ არის მარტო კონკრეტული ერთი პიროვნების პრობლემა. აქ არის მთელი საზოგადოების პრობლემა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და დიქტატურა ხო ძალიან კარგად არის შესწავლილი და ახლაც არც არ ვიტყვი რომ მიდის მხოლოდ გრევისკენ და დესტრუქციისკენ და არანაირად არ შეიძლება ეს მიდიოდეს მშენებლობისკენ, აღმშენებლობისკენ, განვითარებისკენ და ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი უმდიდრესი ქვეყნები, სწორედ იმიტომ რომ არის დიქტატორული გარემო, ფაქტობრივად სიღარიბეში იხჩება ძირითადი მოსახლეობა და შეიძლება ვიღაცა კონკრეტული დიქტატორისთვის და მასთან დაახლოებული ადამიანებისთვის ეს იყოს სამოთხე და დანარჩენებისთვის იყოს ჯოჯოხეთი. და ამიტომ ამის და შეიძლება ითქვას რომ სხვა შორის კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ძალიან საფუძვლად ხანგრძლივად იყო ესეთი რაღაცა პატარა ჯგუფის ბატონობა დიდ ჯგუფზე და მხოლოდ განვითარებამ რაღაც გარკვეულმა საზოგადოებრივ სოციალურმა განვითარებამ პიროვნულმა რომელიც გადის პიროვნულ განვითარებაზე პირდაპირ მოიტანა ის რომ ყველას მიეცა თავისი რესურსის გამოვლის საშუალება და ბუნებრივია ქვეყანაში სადაც არის 3 მილიონი ადამიანი ჩვენ პატარა ქვეყანაზეც რო ვილაპარაკოთ თუ გინ 3 მილიონი ადამიანს უფლება და საშუალება რომ თავისი პოტენციალი განავითაროს ქვეყნის სასარგებლოდ იქ ბევრად უფრო სხვა შედეგზე გავდივართ ვიდრე ეს დესტრუქციული გარემო როდესაც პატარა მომხვეჭელი აი რაც არის ხო მომხვეჭელობა ძალაუფლება მოყვარულობა და ასე შემდეგ პირიქით ამწყდებს ამ ადამიანებს და არაძლევს განვითარების საშუალებას და აუცილებლად ეს მივა საბოლოო ჯამში განადგურებამდე ხო და ამის უამრავი მაგალითია ხო მე ქალბატონ დია თქვენც აი რატო ჩათვალეთ ეს თემა საინტერესოდ აი ესეც მაყურებელს რო აუხსნათ რატომ არის მნიშვნელოვანი ამაზე საუბარი უპირველეს ყოვლისა მადლობა მოწვევისთვის ჩემთვის დიდი პატივია ამ გადაცემაში მონაწილეობა გმადლობთ საქმე რაშია რომ ჩვენი ხასიათი არის ჩვენი ბედისწერა როგორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ისე მიდის ჩვენი ცხოვრება. აი ინდოელები ამბობენ, ხშირად ვიმეორებ ამ მაგალითს, რომ არის ორი სახის კარმა, მოძრავი და უძრავი. აი ეს ოთახი მოგეცა შენ და აი პანჯარა კარი, ამას ვერ ცვლი. მაგრამ როგორ მოაწყობ ამ ოთახს? რას გააკეთებ აქ ბიბლიოთეკას გაახსნი თუ თქვათ კაზინოს. ეს შენზეა დამოკიდებული. ანუ არის რაღაცა მოცემულობა, მაგრამ რაღაცა შენზე დამოკიდებული. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ეს არის ინდივიდუალური, აბსოლუტურად განსხვავებული, მაგრამ რაღაცებში თანხვედრილი ხასიათების ერთობა. და აღმოჩნდა რომ როგორც იუნგი იბრძანებს რომ მომეცეთ ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი და მე მას განმკორდა.
ანუ კაცი ამბობს რა ხა ნორმა არის ძალიან ჯანმრთელი რა არის ჯანმრთელობა ხო? აი ახლა მე მინდა ერთი პატარა ლირიული გადახვევით დავიწყო გახსოვთ მიქელანჯელო კარავაჯოს ცნობილი ნახატი სავლე აი ესე ცხენიდან ჩამოვარდნილი ტიპი ახალგაზრდა ბიჭი და ესე ხები და სახეზე არის აი არც ნეტარება არც სამოთხე არც ჯოჯოხეთი აი აბსოლუტურად გარინდული სახეა და იგრძნობა რომ ეს ადამიანი თვალებ დახუჭული იყურება ეს ის მომენტია, როდესაც ცარომ გაიხსნაო და ქრისტემ რომ გადმოსძახაო დამასკოსკენ მივავალ საულს რომ რათმდევნია და ცხენიდან ჩამოვარდა უკვე დაბრმავებული სავლე. და მისი და მარტო კარავაჯოს აქვს აი ესეთი ფსიქოლოგიზმით გაჟღენთილი ეს მიქელანჯელოსაც აქვს ბონაროდეს და აი ეს მომენტი, როდესაც აბსოლუტურად ეს მე სურათი ალბათ გამოჩნდება ხო? აი რომ ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც ქრისტიანებს დევნის და აი ამ მკვლელობებში ის კმაყოფილია, იმიტომ რომ ის დარწმუნებულია რომ კარგს აკეთებს, ის წმინდავს ის ასუფთავებს, ის ალაგებს სიტუაციას, ის დარწმუნებულია რომ ეს რაც არის ამ მოაზროვნეთა სახით მიუღებელია და ასუფთავებს და აი ეს მომენტი არის სწორედ ის მომენტი როდესაც საული ანუ სავლე გახდა პავლე მოციქული. აი იმ წამში მოხდა აი ეს დიდი მეტამორფოზა. ანუ ვინ როგორ გარდაიქმნება, ვინ რა სახეს მიიღებს, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. ნახეთ, აი ეს ტრანსფორმაცია და სუფიები ამბობენ, რომ დამნახავის თვალებში ცხოვრობს სამოთხე. აი დამნახავი რისი? აი მუზენაესის, ღმერთის, რასაც ეს საული უკვე პავლე ხედავს. ის თვალებ დახუჭული ხედავს ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი თვალებ დახუჭული ჩანს. აი ეს და ეს მე მინდა აი მე ამ სავლეს მაგალითს ჩვენ ხშირად გამოვიყენებთ. ეს არის შინაგან სიღრმეში ჩაძირვა და იქ რომ დაგხვდა უზენაეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს აქვს უნარი შიგნით შეიხედოს და იმ შინაგან სამყაროში აღმოაჩინოს ერთობა სულისა და ღვთაებრივი საწყისის. ეს ლირული გადახვევა რაში დამჭირდა. აი პატარა ერთი ეპიზოდი გავიხსენოთ ჩეზარე ბორჯია მე-16 საუკუნე, რომელიც არის განთქმული არნახული სისასტიკითა და გარყვნილებით, ხო? ესე იგი სამი შვილი სხვადასხვა საყვარლისგან და 4 შვილი საკუთარი დედისგან. და აქედან ერთი ქალიშვილი რომ წამოიჩიტა, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი მისი საყვარელი ხდება. ანუ და შეთავსებით შვილი და ამავდროულად საყვარელი. შემდგომ ის აღწყობს საოცარ წვეულებებს, მთელ არისტოკრატიას შეყრის, ყველას ჩაუყრის დიდს პატარას ქალს კაცს ძლიერ შხამს, ჩაკეტავს კარებს რომ ვერავინ მოასწროს გაქცევა და უყურებს სანამ ბოლო მსხვერპლს სული არ ამოუვა პირიდან. შემდგომ ის ტკბება ამითი. ესე იგი უკიდეგანო ძალაუფლება, თან ის პრეტენზიას აცხადებდა რომის პაპის თანამდებობაზე, მამამისი პაპი იყო. და ეს ბორჯიების დინასტია და ეს ამბავი რომ უკაცრავად და გასყდა, მოკლედ მის საეკლესიო იერარქიაში წინსვლას ჯვარი დაესვა. სამაგიეროდ ასპარეზი მიეცა, აწილკებდა ყველას და ყველაფერს და რა იყო მისი ბრძოლის მეთოდი? გარდა სასტიკი მკვლელობების. ეს იყო სექსუალური ხასიათის ძალადობები, ანუ მასიური გაუპატიურებები. ეს მეთოდი სექსუალური ძალადობის, ანუ აი ამ აგრესიული დამანგრეველი ენერგიის სუბლიმაცია, აი ამ სექსუალურ ასპარეზზე. ეს დამახასიათებელი, ანუ გარყვნილებისა და სისასტიკის როგორც ერთი მედლის ორი მხარე. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, მე ვნახავთ, რომ ეს twin სტრუქტურები თალამუსში, სექსუალური ცენტრი და ამიგდალას კავშირი, ანუ აგრესიის კავშირი, ეს არის ესე იგი კლასიკა ჟანრა, როგორც სიტყვიან და აი ბოლოს ესე იგი ეს ამბავი შემდგომ აღწერა ვინ? მაკიაველი, რომელიც ამართლებს და ამბობს, რომ ასეთი სისასტიკე, ასეთი არნახული ვერაგობა, რომ ყველა საშუალება ამართლებს მიზანს, მოსულა, ასე უნდა მოიქცეს პრინცი, რატომ ამართლებს ეს ჭკვიანი და ამავდროულად ვერაგი ადამიანი? იმიტომ რომ ის თვლის, რომ იტალიის გაერთიანებისთვის ყველაფერი მოსულაო, ამბობს მაკიაველი. ხო? და მესამე, რა თქმა უნდა, ბორჯია არის ნარცისი. ის ამაყია, ის თვით კმაყოფილია, ტკბება თავისთავით და აბსოლუტურად გულგრილი. აბსოლუტურად ვერ იგებს სახეზე ადამიანის ტანჯვას. რატომ? იმიტომ რომ თურმე ნარცისებს სამყარო ფსიქოლოგიური სულიერი არ აქვთ.
ეს არის უძირო ქვევრი. მას არ აქვს გბამა საკუთარ ემოციებთან. ამიტომ მისი ერთადერთი მცდელობა ცხოვრებაში არის რაც შეიძლება მეტი აგზნება მიიღოს გარედან და ამაზე ჰქონდეს რეაგირება. შინაგანი სამყარო სავსეა მხოლოდ манипуляციებით, ხრიკებით, პონტებით და ამრიგად ახლა ვაჯამებ. ნახეთ, ბორჯია ეს ფსიქოპათია. მაკიაველი, რომელიც ამართლებს რომ ყველა საშუალება და манипуляცია და ნარცისი, თვითკმარი, თვითკმაყოფილი და სხვა არაფერი ამრიგად შეიკრა დიდი სამეული, დიდი ტრიადა, რა ფსიქოპათია, მაკიაველიზმი და ნარცისიზმი. აი ეს ყველაფერი ერთმანეთში გადაზელილი, გადაქსოვილია, როგორც ინდაიანი რომ ესე გაზავებული და აი ამათი აქცენტუაციებით ჩვენ ვიღებთ ან საზოგადოებისთვის საშიშ მანიაკს, აი მაგალითად სიტყვაზე განიბალ ლექტორი, ან მექანიკური ფორთოხლიდან, ან ბორჯია. იმისა და მიხედვით რა არის? ან დიქტატორი, რომელიც მთელი საზოგადოებისთვის, რომელიც ქვეყნისთვის არის, ანუ გაცილებით დიდი მასშტაბებით მოქმედებს. დიახ. ხო, ეხლა აი მე რაღაცა ყლება ჩავატარე და აი ნაბიჯ მინდა უფრო კარგად ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს აი ფსიქოპატის მახასიათებლები კონკრეტულ მაგალითებზე, ივანიშვილის კონკრეტულ მაგალითებზე. თუმცა მანამდე ეკა აი ძალიან მოკლედ რომ შევაფასოთ ჯერ და მე გავშალოთ როგორც თქვი ნაბიჯ, აი რა განასხვავებს ფსიქოპატს ნორმალური ადამიანისგან ეს ფსიქიკური აშლილობა, იმიტომ რომ ფსიქოპატი არ იკურნება, ხო? რამდენადაც მე ვიცი, არც მიდის სამკურნალოდ, არც ცდილობს პირიქით, ეს მისი სიძლიერია. ეს არის ფსიქოტიპი ადამიანის, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩვენი ფსიქოტიპისგან და აი თუნდაც ერთ მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ აი ფსიქოტიპებს შორის განსხვავება რა არის აი მაგალითად მთელი ცხოვრება ხო გვიკვირს ნორმალურ ადამიანებს როგორ ჩადის დანაშაულს და მე როგორ სცინავს როგორ იპარავს რაღაცას და მე როგორ სცინავს ანუ სინდისი რას ეუბნება ამ დროს მისი ცხოვრება როგორ არ ხდება ჯოჯოხეთი არა ისინი ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას იმიტომ რომ მათი ფსიქოლოგია არის აბსოლუტურად სხვანაირად მოწყობილი თქვენ აი დია რაღაც მოლეკულურ დონეზე გვაჩვენებს ამას და თქვენ აი როგორც ფსიქიატრი დონეზე ეს და ფსიქოპათია საბოლოო ჯამში რომ აიღო ეს ტერმინი განსაზღვრავს პიროვნულ მახასიათებლებს, პიროვნულ თავისებურებებს, თუმცა მაინც ითვლება პიროვნულ აშლილობებად, რომელიც რატო ითვლება პიროვნულ აშლილობებად, იმიტომ რომ ადამიანი, აი ხა რაზეც იყო საუბარი, ხო ხა მე შევეცდები უფრო ფსიქიატრიული ჭრილში ავხსნა ეს ყველაფერი. ადამიანი ვითარდება, პიროვნებად ყალიბდება და ეს არის განვითარების ეტაპები. მან უნდა განებასმიერო ადამიანმა, უნდა გაიაროს ეს განვითარების ეტაპები და გახდეს სოციალური ადამიანი, ხო, სოციალური ადამიანი, იმიტომ რომ მის ქცევას, მის აზრს, მის აღქმებს, მის აზროვნებას განსაზღვრავს ის ნორმები, სოციალური ნორმები, რომლებიც არსებობს იმ კონკრეტულ კონტექსტში და რა თქმა უნდა თავისი პიროვნული მახასიათებლები. ეს აუცილებლად ერთმანეთთან არის გადაჭაჭული, რაც შეიძლება გენეტიკურად თუ ტვინის წყობით, თუ ბიოლოგიური ფაქტორებით იყოს განსაზღვრული. მაგრამ ბიოლოგიური ფაქტორები არ არის ესეთი მუდმივი. ისიც მნიშვნელოვნად იცვლება კონტექსტიდან გამომდინარე. იმიტომ რომ რაღაცა მე თუ გამდის, მე ეს ჩემს ტვინზეც აისახება. კი, ზუსტად და აძლიერებს ამ თავდაჯერებულობას. რეალურად, აი ძირში რომ რა არის ძირითადი. ეს არის თვით აღქმა, საკუთარ თავის მიმართ დამოკიდებულება, თვითგაზრება, რომელიც განსხვავებულია სხვადასხვა შემთხვევაში და ამაზეც შეიძლება ამაზეც აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა. ეს არის შესაბამისად გამომდინარე და სხვა შორის ეს თვით აღქმა არის ერთ-ერთი მე როგორი პიროვნება ჩამოყალიბ და ჩემი დამოკიდებულება ჩემი თავის მიმართ, ხო? აქედან იწყება ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც არის სამყაროს ხედვა, იმიტომ რომ რა დამოკიდებულებაც მაქვს მე საკუთარი თავის მიმართ
ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩემს დამოკიდებულებას ირგვლივმყოფების მიმართ და სხვა ადამიანების მიმართაც, ხო? ასევე კოგნიციის თავისებურება, ხო, ჩვენ კოგნიტურ ფუნქციებს, ხო, ვთვლით, რომ კოგნიტური უნარები არის, რომ მე კარგად სწავლა შემიძლია, ენები ვისწავლე, დისერტაცია დავიცავ, თუ გერმანულ ენაზე დავწერე დისერტაცია და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის ეს საერთოდ კოგნიტურ აზროვნებას აღქმას აქვს თავისი სხვადასხვა ხარისხები, სხვადასხვა დონები და სხვადასხვა მიმართულებები, ხო? მე შეიძლება ძალიან ლოგიკურადაც ვაწყობდე აზრს კონკრეტული აზროვნების რაღაცა ესეთი ლოგიკური ჯაჭვით და თუმცა ეს აზროვნება იყოს ძალიან სწორხაზოვანი და ძალიან კონკრეტული და მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებამდე მიმყვანი. ხო, და აი მას შევეძახით აზროვნების რიგიდულობას. როდესაც მე ვქნა ესეთი აზროვნების რიგიდულობა, მე არანაირ სხვა აზრს აღარ უშვებ და საბოლოო ჯამში მე ამ ესე რაღაცა მთლიანობაში კონტექსტის აღქმა ძალიან მიჭირს. მე აი ამას ვხედავ. მე ვხედავ ამ ტკბობას, აი ხა მე და რა თქმა უნდა, ეს კოგნიტური აღქმები, კოგნიტური გააზრებები სიტუაციის მე გარკვეულ ემოციურობას იწვევს ჩემში, ხო? და ემოციურობის მართვა როგორ შეიძლება, რამდენად სოციალურია ეს ემოციურობა, იგივე ემპათიურობაზე რო ვსაუბრობთ, ხო? აი ემოციები როგორც ხო არა აქვთ, მათ ემოციები განსხვავდება ნორმალური ადამიანების ემოციისგან და ფსიქოპატის ერთ-ერთი ყველაზე ასეთი ძლიერი მახასიათებელი არის ემპათიის არარსებობა, ემოციების სიმულირება, მას არ შეუძლია განცდა ემოციების, არამედ ის სიმულირებს იმისათვის, რომ სხერპლი მოიპოვოს. კი ბატონო, ეს ზღურბლი შიშის შფოთვის აქვს დაქვეითებული და ზოგჯერ ეს სიმამაცეს რო უყურებთ, რა ხდება გაბედულია ეს მამაცია, რეალურად ეს იმიტომ კი არა რომ მას არის მართლა მამაცია, მას აქვს ერთი შიში, უღონდ სოციალური შიშის, ანუ ადამიანებთან დამოკიდებულების, იმიტომ რომ ემპათია მოიცავს კოგნიტურ ნაწილსაც. მე უნდა შემეძლოს მეორე ადამიანის, აი მისი სახის გამომეტყველებით, მისი სხეულის მდგომარეობით, თვალებით მიუხვდა ეს რა მდგომარეობაშია, ხო? ანუ ეს უნდა გავიაზრო, ეს არ არის ემოციური დონე, ხო? ეს არის გააზრების დონე. მე შეიძლება მე მქონდეს ემოცია და აი როდესაც ვლაპარაკობ პიროვნულ პრობლემაზე, პიროვნულ აშლილობაზე, აქ ემოციურობა არის საკმაოდ შეცვლილი. ემოცია ან არის გადამეტებული ზოგ შემთხვევაში ან პირიქით. ან ძალიან ესე ვთქვათ ამბივალენტური, აი არიან აბსოლუტურად ამას ეძახიან ხოლმე ხის და შუშის ფენომენს. ის არის აბსოლუტური ხე და შეუვალი სხვების ემოციების და მდგომარეობის მიმართ და ძალიან მსხვერპლი საკუთარი მდგომარეობის მიმართ, ძალიან მზნობი არის საკუთარ რაც მას ეხება. და გარდა მაგისა ეს მას საგნებსა და აი სოციალური აღქმა რა არის, რომ მე ადამიანებს აი სოციალური კონტექსტის გაგება შემიძლია, ადამიანის მდგომარეობის გაგება შემიძლია და ჩემთვის ადამიანი არის საგანი. აღქმა არის აი ეს საგნობრივი აღქმა. ხო, არანაირი, ხო, არაფერი ღირებულება მას არ აქვს. შეიძლება იყოს მარტო ჩემი მსხვერპლის და ანუ ჩემი მიმართება, ხო. ეს ის კი არ არის, რომ ზოგჯერ ეს გონია, რომ ეს რაღაც უფრო აღმატებულია, რომ ეს მე შენზე აღმატებული ვარ და იმიტომ არ მაქვს. არა, ეს არის დეფიციტი, აღქმის დეფიციტი, გააზრების დეფიციტი, შესაბამისად ემოციურობის დეფიციტი და თანადგომა, ხო, რაც არის კიდევ ამ ემპათიის შემადგენელი, რაც არის, რომ მე რომ დავინახე, რომ შეშინებული ხარ, რომ შენ ესეთ მდგომარეობაში ხარ, ჯერტი მივხვდი, რომ ეს ესეა, მე ვიგრძენი და მე გამიჩნდა სოლიდარობის განცდა, ხო? და ეს სხვადასხვა და სხვა შორის მარტო დიქტატორებზე რო არ ვისაუბროთ და მარტო ამ რაღაცა დისოციაცია ხარ ასეც ვლაპარაკობთ, პრინციპში ჩვენ ვლაპარაკობთ უფრო გრძნობ გულქვა ადამიანებზე. ხო, ფსიქოპატები, წარუმატებელი ფსიქოპატები შეიძლება გახდნენ ანუ სერიული მკვლელები, უფრო წარმატებულები გახდნენ დიქტატორები. ანუ ძალიან რო გავამარტივოთ და სქემატურად შევხედოთ და უბრალოდ რო ხო, გავიცნოთ, ხო, იმიტომ რომ ხო, აი როგორ შეიძლება ეს რაღაცა სერიული მკვლელი რატო ხდება, ხო? იმიტომ რომ ის ღებულობს ამისგან სიამოვნებას, იმიტომ რომ ემპათია არ აქვს, იმიტომ რომ ემოცია არ აქვს, იმიტომ რომ ეს ამაში სინძის არ აღწევს და აი ძალიან საინტერესო იყო, ყოველთვის ძალიან საინტერესოა ამის აი ბიოლოგიურ დონეზე დანახვა, ხო? ხა ერთი სტატია არის, სადაც არის ძალიან საინტერესო კვლევა ოქსიტოცინის გამოყენება და იყო შერჩეული ესე იგი ჯგუფი განსაკუთრებით
საშიში და მძიმე დანაშაულების ჩამდენი ფსიქოპათები და შეასხურეს ნაზალური სპრეი ოქსიტოცინის და დაახლოებით 40 წუთში 1 საათში ფუნქციური მაგნიტორეზონანსული კვლევით შეისწავლეს ტვინი. და არის საინტერესო გამოხატული თავისებურება ახსნების. თავად ტვინის სტრუქტურები სხვადასხვაგვარად არის განვითარებული ჯანმრთელ ადამიანში და ფსიქოპათიის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოპათია არ არის დიაგნოზის სახით, ხომ ის არის პიროვნების ხასიათის მახასიათებელი, რომელიც მოიცავს მათ შორის შეიძლება ორგანული დაზიანებების სპექტრს. რა აღმოჩნდა, რომ ოქსიტოცინის ზემოქმედების ოქსიტოცინი ახსნა ეს არის ბედნიერების კი არა. აიცით, ეს არის მიჯაჭულობის, დამოკიდებულების, ემპათიის, თანაგრძნობის, გვერდში დგომის, აი დედაშვილური სიყვარული, ოქსიტოცინი გამოიყოფა დედაშვილური სიყვარული და აი დედა რო შვილს ეფერება, ასევე შვილშიც გამოიყოფა ეს ოქსიტოცინი და შემდგომ უკვე ბმა და ამავდროულად ეს არის სწავლებადი მომენტი, რომ შემდგომ შენ ასე მოექცევი სხვას, მოეფერები, შეეხები და ასე შემდეგ და აღმოჩნდა, რომ ოქსიტოცინის გავლენით ფსიქოპათებში შემცირდა აგრესია და შემცირდა რა? როდესაც ფსიქოპათი უყურებს ტანჯვის გამომხატველ, ესე იგი, მიმიკას სახეზე, რომ ადამიანი იტანჯება. ჩვეულებრივ ის ვერ აღიქვამს ამას, რომ ეს არის ტანჯვა. მას ემოციური წვდომა არ აქვს ამისადმი და მეორე, ოქსიტოცინის ფონზე დაიწყო სახეების ამოცნობის გაზრდა. ესე იგი, უჩვენებდნენ სურათებს, აი ეს არის ნორმალური გამომეტყველება, ეს არის ტანჯვის გამომეტყველება და რეაგირება ტანჯვის გამომხატველ ფოტოზე ოქსიტოცინის სპრეის შემდგომ გაიზარდა. გარდა ამისა, კიდევ არის კვლევები, სადაც ნაჩვენებია, რომ ფსიქოპათია არისო მემკვიდრული. ეს არისო თანდაყოლილიო. სოციოპათისგან განსხვავებით გარემოში ყალიბდება, რომელსაც გარემო აყალიბებს, ხო, და ჰორმონული და მედიატორული ბალანსით სხვა არის. აი, თქვათ, სოციოპათი უფრო იმპულსურია, უფრო ისტერიულია, უფრო რეაგირებს, უფრო ფსიქოპათი გულგრილი, სისხლიანი, დაგეგმილი. ჩვენ ორ ფსიქოპათზე უნდა ვილაპარაკოთ და კობახიძის ბუნებაზე, ოღონდ ცოტა ქვემოთ, იმიტომ რომ ის მერე შემოდის თამაშში. და რა ვიცი, ეხლა რო ვფიქრობ, ხوار შევაცხად ოქსიტოცინის ხსნარი კობახიძეს აშკარად ჭირდება. და ეს ხო, ამაზე ვლაპარაკობთ, ხო, რომ არის სტრუქტურები და შეისწავლეს და აჩვენეს და მეორე სტატია არის ძალიან საინტერესო, სადაც ნაჩვენებია, რომ ის უბანი ჩვენი თავის ტვინის, რომელიც განაგებს სოციალურ პასუხისმგებლობას, ცენზორია, მორალია, ზნეობა, თანადგომა, თანაგრძნობა, გაზიარება ეს სულ თავის ტვინის სტრუქტურებია, მათ შორის ეს არის თავის ტვინის ქერქის დორსოლატერალური, დორსომედიალური, სარტყლისებური ხვეული. ახლა შეიძლება არაფერს ისაც არ ამბობს, მაგრამ სპეციალისტებისთვის და ექიმებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ აქ არის მათი ტვინი არის სხვანაირი უჯრედულობაზე არის სხვანაირი. ხელია. ანუ ფსიქოპათებთან ეს უბანი თხელია და იქ ნაჩვენებია მე სურათიც მაქვს, ხო, სადაც ლურჯი ფერია. ეს ნიშნავს, რომ იქ არის თხელი ნაკლებ განვითარებულია და ნაკლები ნეიროქიმიური პროცესებია, აქტივობა ნაკლებია და სადაც წითელია, იქ უფრო მეტია. და ეს მონაცვლეობა არის ასტრონომიული ვარიანტი, იმდენნაირი შეიძლება იყოს. აი ახლა მაგალითად ჰიტლერზე არის დოკუმენტური ფილმი გამოსული ახალი, სადაც ჰიტლერის სისხლი შეისწავლეს, მან ხო თავი მოიკლა და პატარა გენიტალიები აღმოაჩნდა. ხო, მიკროპენისის სინდრომი იყო. აღმოჩნდა ისეთი გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს მიკროპენისს. კალმანის სინდრომია და ეს როდესაც ამბობდნენ ახლა ეს გერმანული ნაცისტური მესამე რეიხის პროპაგანდისტები, რომ ჩვენ ფიურერს არ სჭირდება ცოლი, ის ჩვენს ერზეა დაქორწინებული. უბრალოდ არ შეეწოდა სუბრიმაცია მოხდა სხვანაირად. სხვანაირად რაში მოხდა? დასუფთავებაში. მას ჰქონდა ესე იგი, დაქვეითებული ყნოსვის სინდრომი, რატომ? იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ აი ეს ყნოსვის ბოლქვიდან ნეირონების მიგრაცია თავის ტვინში, ესე იგი, ემბრიოგენეზის პროცესში უნდა მოხდეს ისე, რომ მიაღწიოს თალამუსამდე და იქ გამოიყოს რა? გამოიყოს გონადოლიბერინი. ეს არის ნივთიერება, ლიბერა ნიშნავს თავისუფლება და გონადო სასქესო ჯირკვლები. ანუ ნივთიერება, რომელიც გონადებზე მოქმედებს და იწვევს მათ სქესობრივ დიფერენციაციას, უნდა წამოვიდეს სასქესო ჰორმონები.
ჰორმონები, ტესტოსტერონი, ხო, მე უნდა გათავისუფლდეს, თორე ეს იწევს ათასუბედურებას გამოიწვევს. ეს არ მოხდა და იქ იყო ეს მიკროპენისის სინდრომი, იყო დაბალი ტესტოსტერონული აქტივობა, მაგრამ დანარჩენი ტვინის სტრუქტურები სხვანაირად განვითარდა და ეს სექსუალური დრამა შეჭიდული იყო მაღალ ამბიციებთან, მაღალ აქტივობასთან, სწორედ იმ სტრუქტურებთან, იმ ნარცისულ და გავიხსენოთ როგორ დგას სარკის წინ და ესეთ ილეთებს რო აკეთებს და აბა როგორ გამოჩნდება, ხო? მანია გრანდე, ნარცისიზმი და რა ჰიპოგონადური პროცესები, ხო? დაბალი დაქვეითებული, არასრული და ამან მოგვცა რა? დასუფთავების ფენომენი, რომ მაღალი არიული რასა გამწმინდოთ სლავებისგან, ბოშებისგან, იმისგან, ებრაელებისგან დასუფთავება სულ ხელებს იბან და მაშინ როდესაც დაქვეითებული ყნოსვა. ანუ რას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი მოვდივართ ჩვენი პათოლოგიებით, მოდის ვიღაცა პოლიტიკაში, ვიღაცა რელიგიაში, ვიღაცა ოჯახში და ვიქმნის რას რაც უფრო მეტია მასში ენერგია, აი ეს ლიბიდო რა არის, სასიცოცხლო ენერგია, რომელიც ყველაზე კარგად არის აქცენტირებული სექსუალური ენერგიის სახით, თორე სექსუალობას კი არ ნიშნავს, ეს ვიტალური ენერგია. შესაბამისად, აი ეს ხარიზმა რა არის? ეს არის ძლიერი ენერგია, რა განიბალ ლექტორს ხარიზმა არ ქონდათ, გახსოვთ ეს, ხო? ანუ აი ეს ხარიზმა არის ენერგია, ხარი სანსკრიტული სიტყვაა და ნიშნავს ოქროსფერი, მზის. აი ხარი ერთ-ერთი წოდებაა ღმერთის და აქედან მოდის ხარიზმა, ანუ ღვთაებრივად მომხიბვლელი, მომნუსხველი, აქედან მოდის. ხო და აი ეს ხარიზმა როგორ მოქმედებს მათ გარემოცვაზე, აი ამაზე ვილაპარაკოთ. აი მე ეხა მინდა აი დავიწყოთ თავიდან, ჯერ ივანიშვილზე ვილაპარაკოთ და მერე კობახიძეზე გადავიდეთ. როგორ მოდის ფსიქოპატი ძალაუფლებაში და ანუ გავიხსენოთ რა. ის მოდის როგორც მხსნელად ფსიქოპატზე, როდესაც ვლაპარაკობს, მე ვიცი გამოსავალი, მე ვარ ერთადერთი, ვინც ყველაფერს გამოასწორებს, ხომ არ გეცნობათ რამე. როგორ აწყობს ფსიქოპატის სისტემას? ფსიქოპატი ქმნის ერთგულების პირად ქსელს, ეს არის არასახელმწიფო სტრუქტურას. ის აყენებს თანამდებობაზე არა კვალიფიციურებს, არამედ ისეთებს, ვინც მას ემორჩილება პირადად. გავიხსენოთ მთელი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა, მისი პირადი ბანკირი, პირადი დაცვა, ყველა ქართულს, ყველა თანამშრომელი ყოფილი იყო მის პირად სამსახურში წლების განმავლობაში ლილუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური, ეს ღარიბაშვილი ქართუ და ასე შემდეგ. რა ვიცი, ყველა ვისაც ხელს დავადებთ, ყველა მისი რაღაც ან ექიმი იყო, ან პირადი მსახური იყო, ან კარისკაცი იყო, ან ასე შემდეგ. რადგან ეს ადამიანები მას ემორჩილებიან პირადად, ის არ აყენებს თანამდებობაზე კვალიფიციურებს, რადგან მას სჭირდება მორჩილება, ხო? ეს ადამიანები არიან სუსტები, დამოკიდებული მასზე, ეშინიათ მისი როგორც პატრონის დაკარგვის. და ანუ საფრთხე მისთვის პროფესიონალი, დამოუკიდებელი, ძლიერი ადამიანი არის საფრთხე ასეთი ფსიქოპატისთვის და უსუსური მორჩილი არის სრული კომფორტი. ამაზე ხო არაფრის დამატება გინდათ და გავაგრძელებ, ხო? ეს არის, ხო. ეხლა ინფორმაციის სრული კონტროლი, ის წვეთს რა არის სიმართლე, ვინ არის დამნაშავე, ვინ არის მტერი. ეს გასაგებია, ხო? გარშემო ქმნის მტრის მითს. გარეთ მტრები არიან, ისინი გვებრძვიან, მე დაგიცავთ. ამ შემთხვევაში ვინ არის გარე მტერი? ეხლა ჩვენი სახელმწიფოს სიმცირიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია ვინმეს თავს დავესხათ, როგორც მაგალითად რუსეთი, ანუ აბსოლუტურად მე ამიტომ ვამბობდი, რომ ძალიან გავს ის და პუტინი ერთმანეთს. იმიტომ რომ ორივეს ფსიქოტიპი არის ერთნაირი, მაგრამ მას აქვს გაცილებით დიდი შესაძლებლობები, რესურსები, შესაბამისად მისი ბოროტება არის გაცილებით მასშტაბური. და ამიტომ მან ამოირჩია deep state-ი, რაღაცა უხილავი ქიმერა, რომელიც არ არსებობს და რომელსაც ებრძვის. და მე დაგიცავთ და აი გავიხსენოთ ამ გუნდის წევრების მუდმივის რომ ბატონო ბიძინამ დაგვიცვა, ბატონმა ბიძინამ გადაარჩინა საქართველო, ბატონი ბიძინა არის ის ვისაც მადლობას მოუხდით რომ ჩვენი სამშობლო შეგვინარჩუნა, ბატონმა ბიძინამ მოგცა შვიდობა და ასე შემდეგ. როგორ ჩანს მოვინანიეთ და მოტრიალდა ჩვენსკენ და გადმოაგდო ბიძინა.
როგორც ჯის ფსიქოპატი ავტორიტარი, მისი არის მიზანია ემოციების კონტროლი და აქ მე თქვენი ჩართვაც მჭირდება, იმიტომ რომ საინტერესოა. ის არასდროს ჯის ჩუმად, ის ჯის ისე რომ ყველა მნახოს, ყველა შეშინდეს და დამცირებულმა თავი იგრძნოს დამნაშავედ. ეხლა ეს სხვათა შორის აი მუხი გულაშვილი რო ყავდა და მანამდეც ეხლა პირადი საუბრები ბაჩიაშვილთანაც მქონდა, სხვათა შორის ერთხელ შევხვდი და მასთან საუბარ და ზუსტად ერთი და იგივეს ყვებიან. როგორ ამცირებს ის ადამიანებს. აი წარმოუდგენელი სიტყვებით ამცი, მიწასთან ასწორებს. აბსოლუტურად უშლის ღირსების გრძნობას, აი ღირსებას თელავს მისას და სულ მე როგორც აი ხა ადამიანმა რომ შეურაცხყოფა მომაყენოს, ჩემთვის იქ მთავრდება ყველაფერი და ნუ რაღაცა არათუ შეიძლება აფექტში ჩავარდე, ხა იმას როგორ მოვითფენ, ხო? თავარი აფექტში არ ჩავარდ. და მე ვერ ხვდები. მე ვერ ხვდები, როგორ შეიძლება შენ ღირსებას ასე გადაუარონ და შენ ეს მოითფინო. მაგრამ არსებობს აქ რაღაცა ესეთი ბმა და აი ეს ამიხსენით, ეხლა რატომ ხდება ეს? კი, ის სუსტებს ირჩევს პირველ რიგში, შესაბამისად სხვერპლს ან ასუსტებს. ხო, აი სიყვარულის და იმის მონაცვლეობით, იმიტომ რომ ჯერ უქმნის შეგრძნებას, რომ მისთვის არის განსაკუთრებული, ის უყვარს. იმას აგრძნობინებს, რომ ის გამორჩეულია. ყველას გაწირავს და იმას არა. ყველას გაწირავს და იმას არა. ხო, აი ეს რო ავხსნათ და აი კარგად გამოჩნდება მისი გარემოცვა რატოა მასზე მიბმული ამ ქიმიური რაღაცა ჯაჭვი. ხო, იმიტომ რომ ამას აქვს თავისი ლოგიკა, ზემოქმედების ლოგიკა აქვს და არის ეს რაც თქვენ ჩამოთვალეთ, პრინციპში ეს არის რაღაცნაირად კი ამბობ რაღაცა გაიდლაინია, მაგრამ ეს არის უნიკალური აი ეს ხაზი, რასაც ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უნდა ძალაუფლების და გავლენის მოპოვება, ეს შეიძლება ინსტინქტურადაც მიდიოდეს აქეთკენ, ან შეიძლება მართლა ეს იცოდეს, როგორ რაღაცა კარგად მანიპულირებდეს. პირველი ამ ადამიანს ხო აქვს რაღაცა თავისი განსაკუთრებულობის განცდა, თუმცა ამასთან ერთად აქვს ძალიან მოწყვლადი თვითშეფასება და საკმაოდ ეჭვიანია სხვების მიმართ. ხო, ჩვენ ზოგჯერ გონია რომ ეს თვითშეფასება აქვს რაღაცნაირად ეს არა, თავისი მნიშვნელობის განცდა და სხვაც უნდა ამაში დაარწმუნოს და მუდმივად ითხოვს ხვის თაყვანისმცემას. და ამ შემთხვევაში შეტყუება როგორ ხდება, რომ ის ეუბნება, რომ იცი რა, შენ ჩემს გარშე არავინ არ ახარ. მე თუ არ ვიქნები, შენც არ იქნები. და ჩემზეა დამოკიდებული შენი ფიზიკური უსაფრთხოება, ფინანსური უსაფრთხოება, ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, სიმშვიდე. ხო, ეს შეიძლება პატარა ოჯახის მაგალითზეც ესე განიხილო და შეიძლება მთელ ქვეყანაზე განიხილო. ახლა რა ელემენტები სჭირდება ამისთვის? ხო, მე როდის უნდა ვიგრძნო, ბოდიში, აი პირველად როცა ჯერ არ იყო ხელისუფლებაში მოსული ივანიშვილი ჩემს ნათესავთან საკმაოდ ცნობილთან სახელს არ დავსახელებ, ქონდა ურთიერთობა, უნდათ ერთად, ანუ ეუბნებოდა, რომ გავაკეთოთ თანამედროვე მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ნუ მე რასაკვირველია ვერ დაალაგდნენ, ანუ მასთან დაალაგება ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია. აი ეს მახსოვს, ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო 2005 თუ 2006 წელი და უთხრა ესეთის რამ, რომ შენ ჩემს გარეშე ხარ ნოლი. აი ეს ძალიან მახასიათებელი ან ნათქვამი ან დამოკიდებულება მსხვერპლის მიმართ, ანუ ან სავარაუდო მსხვერპლის მიმართ, ხო? აქამდე უნდა მივიყვანო ყველანაირი გზით, რომ მან გაითავისოს, ეს უნდა გაითავისოს, რომ კი ის ჩემს გარეშე არაფერი არ არის. როგორ შემიძლია მე მივახციო ამას, ხო? მე შემიძლია მივახციო ამას შიშებით და ზემოქმედებით, წმინდა, აი ეს არის მაგრამ სიყვარულის, ხო? სიყვარულის ჩვენები მე გეუბნებ მე შენ გაძლევ მტრის ხაზს, როგორც შინაგანი, ესე როგორც შიდა მტერი არის, ასევე იმიტომ დაქსექსულობაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი არის გარე მტერი, შენ სახლიდან გახვიდე, ხო იქ საფრთხეა ჩასაფრებული და ამიტომ შენ ჩემზე უნდა იყო დამოკიდებული, მე რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთო და შენ მთლიანად მე გაძლევ ამ უსაფრთხოების გარანტიას. და პლუს კიდევ აი შენი ახლობლები ხო არიან ვიღაცები, ვისაც ნუ მეტნაკლებად ენდობი, ისინიც
ანუ შენ შიდამტრებიც ყავს, ხო? და ამიტომ მე შენ მოგამწყდია აი ამ ჩემი გავლენის ქვეშ. მაგრამ მარტო მე დაგიცავ, მარტო მე ვარ შენი ერთგული, მარტო მე მიყვარხარ ნამდვილად. ხო, ამიტომ ტრის ხატი შექმნა და პარანოიდული გარემო შექმნა, ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა და ჩვენ ვხედავთ ამას, ხო? და ზოგი ადამიანი და სხვა შორის დიქტატორული, აი ესეთი ნარცისული თუ ფსიქოპათიური თუ პარანოიდული თუ ზოგადად ასეთი პიროვნებების გავლენის ქვეშ ყველა არ ხვდება. და ჩვენ იგივე ქვეყნებზეც რო ვილაპარაკოთ, კი ყველა ქვეყანაში პოტენციურად შეიძლება ჩამოყალიბდეს დიქტატურა, მაგრამ ზოგში არის უფრო ხანმოკლე და ზოგში ეს საუკუნეები გრძელდება და ერთი დიქტატორი მეორე დიქტატორს ცვლის, ხო, აი როგორც თქვენ თვლით, რომ როგორც განმათავისუფლებელი მოდის და ამ ტალღაზე მოდის. ნახეთ, მოვიდა, რომ ეს მართლა მე დამიცავს. იმან მე მიშველა ბოროტებისგან და ის თუ არა, აბა ვინ? ხო და სხვა შორის ახლა რაც კონკრეტული მაგალითი მინდა მოვიყვანო ამას წინათ ერთ-ერთ პოლიტიკოს უსმენდით და ალბათ თქვენც უსმენდით კაცი იძახის პოლიტიკოსი ოპოზიციონერი იძახის რომ მე მაწყობს ესეთი პატრონი რო ყავს საქართველოს ივანიშვილის სახით და მე არაფრის შეცვლა არ მინდა იმიტომ რომ მე მგონია ხო ეს შეგლად გადაახვიოთ ის იაგოხვიჩი ამბობდა რომ მე ესე ვთქვათ მომწონს რა პატრონის ყავს დღეს საქართველოს და მე პატრონი ყავს ხო და ბევრს სხვათა შორის აი მე რო ვისაუბრე კონკრეტულ აზროვნებაზე აქ მინდა კიდე ერთი მაგალითი მოვიყვანო იმიტომ რომ ეს ვიღაცა მოწყვლადია ყოველ სხვა შორის ძალიან მძიმე დიქტატორულ საზოგადოებაში ყოველთვის რჩება რაღაცა ნაწილი რომელიც კრიტიკული რჩება მაინც და რაღაც მომენტში დააღწევს აქედან და ბოლომდე არ ინუსხება ამ მანიპულაციებით. მაგრამ არის ბევრი ადამიანი და ზუსტად ისევ მივდივარ ამ აზროვნების სწორხაზოვნებასთან, აი მაგალითად, როგორიც არის მშვიდობის კონკრეტული ძალიან ესეთი აღქმა, ხო? რომ მე ჩემთვის მშვიდობა რა არის, რომ თავში ბომბი არ მეცემა. აი ეს არის მშვიდობა. და მშვიდობის უფრო ფართო გაგება მე არ მაქვს. ეს არის კონკრეტული გაგება. მე ძალიან კონკრეტული ცნებებით ვაზროვნებ. ან მეორე მაგალითად, აი ახლა ახალხანს იყოს, საჩოს გურამ რო გავს გადაცემები ძალიან მომწონს და ადამიანებს ეუბნებიან, რომ თქვენ ფულს იპარავენ ადამიანები და თქვენ ეს ფული გაკლდებათ და იქ ბევრია პასუხს აძლევს ესეც, რომ მე რატომ პარავს? ანუ ჩემი არ არის ეს ფული, ვიღაცა კიდევ და იმისი იქნება. იმიტომ რომ იმას გონია, აი ესეთი აღქმა, კონკრეტული აღქმები აქვს, უბრალოდ მე მინდა რომ ეს კარგად მას აღქნა, ახსნა, რას ნიშნავს კონკრეტული აზროვნება, რომ აი ეს ოქროს ზოდი, რომელიც მან დაინახა, მისთვის ხო, გასაგებია რომ ის ფიქრობს, რომ ეს ოქროს ზოდი ჩემი არ იქნება. აი ესეთი კონკრეტული განცდა აქვს და არა ის რომ იქ ოქროს ზოდი დევს, ამიტომ მას არ აქვს კარგი საბავშვო ბაღი, კარგი განათლება, თქვა, კარგი ჯანდაცვა. აი ესეთი კონტექსტის გააზრება არ შეიძლება. შესაბამისად, ესეთ ადამიანებზე და მათ რა ახასიათებთ კიდე თეთრი და შავი აი ესეთი აზროვნება, თეთრი შავი აზროვნება არის რაღაც აბსოლუტური სიკეთე და აბსოლუტური ბოროტება, არის მტერი და არის ჩემიანი და აი ესეთი აზროვნებაზე ზემოქმედება ძალიან მარტივია რომ შენ გეუბნება რომ აგერ არის deep state და საფრთხე და იმ deep state-თან ის რაღაცა კოლექტიური ნაცები არიან ეს მთელია ეს ჯგუფი ადამიანებს რომელიც შენ გერჩია და მოდი ჩემთან იყავი და მე შენ დაგიცავ. აი ზუსტად. და მეორე აღქმა უკვე აქედან აღქმა, ესეც მინდა რომ ჩვენ გავიაზროთ ის რომ მარტო ეს დამოკიდებულება გავლენას ახდენს რაღაცა კონკრეტულ იმაში კონტექსტშიც ასევე და კონკრეტულ ადამიანებში. და ჩემი აღქმა რომ ეს არის ყოვლის მომცველი და სხვა შორის ეს ცოტა მითოლოგიზება, ესეც ჟანრში ჭდება, იმიტომ რომ იმას ჭირდება, რომ მისი მითოლოგიზება მოხდეს და ამიტომაც არის, რომ ის არის ერთადერთი ბატონი ბიძინა, არის ქვეყნის გადამრჩენელი ბატონი, ანუ მისმა გარემოცვამ ყოველ მეორე განცხადებაში უნდა ახსენოს და უნდა დაუმტკიცოს, რომ ის აღტაცებულია მისით. ხო, იმიტომ რომ ის არის ზეკაცი
ეს არის კაც ღმერთი და არა ღმერთი კაცი სხვა შორის აი ძალიან საინტერესო ის არის ჩადებული აზრი რომ ღმერთი კაცი არის განკაცებული ღმერთი რომ შეგიჩვენოს როგორ უნდა იყო და კაც ღმერთი არის ადამიანი რომელსაც გააღმერთა თავის თავი და ფაქტიურად ამით განდევნა ყველაფერი აი ის რაც რამაც მე მოგცვა ესეთი სადისტი ფსიქოპათი ადამიანი რომელსაც საერთოდ არაფერი აი ესეთი კეთილშობილური საწყისი ადამიანური საწყისი აღარ დარჩა და აღარ დევს და აი ეს მითოლოგიზაცია რას მაძლევს იცით რომ მე მგონი რომ ეს ყველგან არის ყველგან ხედავს ყველგან მიყურებს აი ხა მე რომ გაგიხსენოთ ვაშა ნაცვლიშვილის ტექსტი ბატონი ბიძინა არის ყველგან ხალახში ამოთახში ჰაერში ზეცაში მას არ ჭირდება გაკერპება რადგან ის თვითონ ავსხროს კერპებს მას არ ჭირდება ჩვენი ფული რადგან ყველა ქართველზე უფრო მდიდარია მას არ ჭირდება გალავანი რადგან შუშის სახლში ცხოვრობს არანაირი კედელი ბიძინასა და ხალხს შორის არ არსებობს რადგან ბიძინა ხალხია მას არ ჭირდება ელიტა რადგან თვითონ ეგალიტარულია მას არ ჭირდება განდიდება რადგან ის უკვე განადიდა მისმა საქმეება მას არ ჭირდება ტირანია და ძლიერი ხელი რადგან მისი ხელი წიფია ხო და შესაბამისად ის ყველგან არის ბოლომდე იმას უნდა დავემოჩილო და ეს იყო მისი ასე ვთქვათ კვინტესენციური აღიარება მისი ზებუნებრიობის როდესაც ნაცვლიშვილმა მას ეს მიუძღვნა და ამით მან ჩათვალა რომ მან პატივი მიაგო და შესაბამისად მის კარზე მუდმივი ადგილი დაიმსახურა ამით და ასევე აი მე მაგალითად სულ მიკვირდა აი რატომ ვერ ბედავენ მისგან წამოსული ადამიანები აი მარგველაშვილითა დაწყებული პირველი ასე ვთქვათ დიდი იმედგაცრუება ხო იყვნენ ერთმანეთის მარგველაშვილი და ივანიშვილი იყო ივანიშვილისთვის მარგველაშვილი გახდა დიდი იმედგაცრუება ყავდა გადაცემაში და მალევე როცა ესეთი კონფლიქტი დაიწყო და ვერ ვათქმევინე ბიძინა ივანიშვილზე ვერაფერი. აი ვერ ვათქმევინე. და სულ მე ასევე იყო იგივე კონჭირდა ეკაბესელებს. მე ნელ-ნელა თავისუფლდებიან. იგივე ჭირდა სალომე ზურაბიშვილსაც არ უხსენებიან, ძალიან იშვიათად უხსენებიან. გიორგი გახარიას ამ ფენომენს ვერ ხსნიდა, მეუბნებოდნენ შიში, ფული და რაღაც. აი იგივე მარგველაშვილის შემთხვევაში ზუსტად ვიცით რომ ფული არაფერ შუაში კაცი როგორც ცხოვრობდა ზუსტად ისე ცხოვრობს და ერთადერთი რაც არ აინტერესებს მართლა მარგველაშვილს არის ფული აი სხვა ყველაფერზე რომ თავი დავანებოთ ამაზე შემიძლია ეხლა წახვიდეთ და დღეს როგორც ცხოვრობს ის ნახოთ არა ეს არის მაინც შემორჩენილი სიყვარული მის მიმართ რომ და აი აღფრთოვანება და იმის განცდა რომ ერთ დღეს შენ როგორც უძღები შვილი ის შენ როგორ უძღებ შვილს ის დაგიფრონებს. აი ხა შეგვიძლია მოვიყვანოთ კლასიკური მაგალითი ლიტერატურიდან. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ლიუსას ბაცის ნადი. იმიტომ რომ აი არის აი გაშიშვლებული ეს ანატომია და გავიხსენოთ მისი მთავარი ხაზი. ურანია კაბალის ისტორია. როცა მამამისი იყო სენატორი კაბალი ძალიან დაახლოებული ტრუხილიოსთან და ერთ დღეს ტრუხილიოს მოიძულა. აღარ ურეკავდა, აღარ ეპატიჟებოდა. და სენატორ კაბალს ყავს ერთადერთი შვილი 16 წლის ურანია, რომელზეც გიჟდება. მაგრამ თქვენ ხო აი ეს რა პათოლოგიური ბმა არის ფსიქოპატ ლიდერთან და მის გარემოცვის წევრებთან, რომ კაბალი მზად არის თავისი შვილი, თავისი ხელი, 16 წლის გოგო მიუყვანოს ტრუხილიოს, მან იცოდეს, რომ ის მას გაუპატიურებს. და ამით მისი გული მოიგოს. აი ეს არის ანუ ყველაზე ესეთი ესეც ვერ ამასაც ვერ ხსნით. ეს მზარავდა ეს აი სულ მომყვება. თვითშრეს ანუ ისე ხარ დამოკიდებული, შენ ისე ხო, ისე ხარ დამოკიდებული ამ შენს ასე ვთქვათ ტირანზე, რომლითვისაც შენ ხარ მსხვერპლიც, რომელიც შენთვის არის ხან ზრუნველი მამა, ხან სასტიკი მამა, ისე ხარ დამოკიდებული ყველაფერზე წამსვლელი ხარ. და ამის გარემოცვაში, აი ეხლა გახარიაზე და თან ზუსტად ვიცი იმ ადამიანისგან, რომელსაც უთხრა, რომ შემარიგე ბიძინას. რატო იქცევა ასე? რატო არ მისი ქცევის ლოგიკა? იმიტომ რომ ის მაინც ელოდება, რომ ივანიშვილი დაიბრუნებს.
აი ამასთან დაკავშირებით თუ აი ნახეთ, ერთადერთი არსებაო, რომელსაც შეიძლება მთელ სამყაროში ერთადერთი, ვისაც უნდა ეთაყვანო, ეს არის ღმერთი. აი საჯანყებული მე ამბოხი ანგელოზი, ხო, სინათლის მატარებელი, ლუციფერეს, აქედან მოდის ლუციფერ, ხო? მთავარი განხეთქილების მიზეზი იყო ის, რომ ლუციფერს უნდოდა ისეთივე თაყვანისცემა მიიღო, როგორც ღმერთს. ეს ახლა ალეგორია, მითოლოგემა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იდეა. თუ შენ მე მუხლებზე დავეცი შენს წინაშე და შუბლი დაგადე ფეხზე და აი ასე გამოვხატე თაყვანისცემა და შენ არ შეწუხდი და არ ამაყენე რომ გაჩერდი ამას ნუ აკეთებ, ნუ მეთაყვანები ასე, ნიშნავს იმას რომ შენ ლუციფერული აზროვნება გაქვს. ნარცის ფსიქოპათს სჭირდება თაყვანისცემა, არა სიყვარული, არა მეგობრობა, არა ერთგულება. ეს ყველაფერი არის მხოლოდ манипуляция. მთავარი ეს არის თაყვანისცემა, მისი აღიარება, რამე თუ შინაგანად ის цаრიელი. მთელი ეს იმპულსაცია გარემოდან უნდა შემოდიოდეს, ის არის უძირო ქვევრი. აი ის რომ იყურება შიგნით ფსიქოპათს არ შეუძლია. ფსიქოპათი ყოველთვის სწორხაზოვნად იყურება წინ და მას იმპროვიზაციები არ აქვს, მას აქვს მხოლოდ манипуляციები. მისი შინაგანი სამყარო არ არსებობს, ეს არის მხოლოდ მონტაჟი და კოლაჟი, ტრიუკების, მაქინაციების, დაბოლებების, პონტების. როდესაც ის არჩევს, არ აქვს მნიშვნელობა. ეს იქნება სურბანი ფალი თუ ტიგრან პალასარი, სადისტები ვინც იყვნენ, ხო, ეს იქნება ბორჯია, ეს იქნება ყველა არჩევს ნეგატიური სელექციის პრინციპით. ადამიანი, რომელიც მიიღებს საჩუქარს, თავარია საჩუქარი, ანუ რა, აი ტვინისის უბანი, რომელიც განაგებს სიამოვნების მიღებაზე. რომ ფსიქოპათებში განსაკუთრებით გაძლიერებულია იმპულსაცია იმ უბნის, რომელიც სიამოვნების მიღებაზეა, პასუხისმგებელი, ხო, ეს სტრიატომიზოლიანი სხეული, ბრტყელი ბირთვი, ხო, თალამუსი, ეს არის ის უბნები. ამიტომ მისი ცხოვრება ეს არის პიმპოპკი, მან უნდა გაისროლოს ბურთი, რომ მისგან მიიღოს ესეთი ზვავისებურად ემოცია. და ის ნეგატიური სელექციით არჩევს ადამიანებს, რომლებიც იქნებიან წამსვლელები ყველაფერზე, მათ შორის ეს არის ბრმა თაყვანისცემა და ერთგულება და აი ეს როგორც ქალიშვილის შეწირვა და ასე შემდეგ, ხო, ეს აყალიბებდა შემდგომ რელიგიურ აზროვნებას, უძველესად გავიხსენოთ, ხო, მიყავს ის შვილი სასაკლაუზე, აბა დამიმტკიცე რომ შენ ხარ ჩემი ერთგულიას იფიგენია კი ბატონო რო არ დაიძრეს გამე კაცო, არ მიდის, არ არის ხარი. თავისი პატივმოყვარეობისთვის აგამემნონი მზად არის იფიგენია შეწიროს. კი ბატონო. და ეს სხვათა შორის ეს ძალიან ამისი გადააზრება მერე ხდება, ხო? რომ თორემ მაშინ აგამემნონი მაგარი კაცია. იმიტომ რომ მიდის საბრძოლველად, ანუ მებრძოლი კაცია, ანუ იმ სამყაროში და იქაურ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, სანამ მოდერნულობა დადგა, სანამ ცივილიზაცია შემოვიდა, არაფერი რაღაცა ძალაუფლების წყურვილისთვის შეწირვა ეს ნორმალური ამბავი იყო. საკვირველი, აი თუნდაც აი მაგალითად ავიღოთ ის რომ თქვათ კართაგენში იყო მთელი რიტუალიზებული ახალშობილი ბავშვების, ესე იგი დაახლოებით 7 წლამდე ბავშვების თან პირველი შვილების ყველაზე ძვირფასი და რისთვის წირავენ მაპატიეთ? წვიმა რომ ევიდეს ხალხო. ანუ ეს მამა და დედა ეუბნებიან იმ ბალს რომ აგერ ყველაზე ძვირფასი შენ, ოღონდ შენ კეთილგანწყობილი, გახდი ჩვენდამი. ანუ მამა შვილს სწირავს, რომ იმის გული მოიგოს, ეს მოდელია აზროვნების. ანუ ცრუ რწმენის, კაცობრიობის გარიჟრაჟის, ინფანტილური აზროვნების მოდელია. ხო, იმიტომ რომ ზრდასრული, მწიფე აზროვნების ადამიანი განვითარებული. ამიტომ შეიცვალა ეს ყველა მოდერნულობის შემოტანასთან ერთად ჰუმანურობა, ცივილიზაცია, ოღონდ ეს მოიტანა ეკონომიკურმა განვითარება, ეს მოიტანა ინდუსტრიულმა რევოლუციამ, როდესაც ადამიანებს გაუჩნდათ შემოსავალი, როდესაც კრიტიკული აზროვნება გაჩნდა, სადაც კრიტიკა
იქნა დაშვებული ჯერ ლუთერანის რეფორმის შემდეგ, იმიტომ როცა რელიგიას უდგები კრიტიკულად, იქ აძროვნება თავისუფლდება და იქ ჩდება კრიტიკის ადგილი ნებისმიერი რამის მიმართ, ამიტომ იყო ეს ლუთერის რეფორმა ასეთი მნიშვნელოვანი. და ფრანსუა რაბლე რომ ავიღოთ, რომ მოდის ეს რა ქვია, პანტაგრუელი და ისეო მოეწონაო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ესენიო ზარებიო, უმალ ჩამოხსნა და თავის ცხენს შეაბა ეჟანზეო, ხო? ესე იგი ის რო ეხა რაბლე გადარჩა, გარდა იმისა, რომ ექიმი იყო და არისტოკრატი გადარჩა, რატომ გადარჩა? იმიტომ რომ ფრანსუა რაბლეზე ვაპარაკე. ხო? ხალხმა მოიკითხა სინამდვილე. ესე იგი ეს სიმართლე იყო, აი ეს ცრურწმენის პათოლოგიური აზროვნება, რომელიც არის ინფანტილური აზროვნება და პათოლოგიური, რატომ? იმიტომ რომ ინფანტი უნდა დამთავრდეს, აი 13-14 წელი უკვე სქესობრივი უნდა დამთავრდეს, ინფანტი არის ჩვილი. და ამის შემდეგ უნდა წამოვიდეს ეს სიმწიფე თავისი ჰორმონული რყევებით და მე უნდა დაალაგდე. აი, როდესაც ეს იგვიანებს და ამ დაგვიანების მიზეზი არისო გენეტიკაცო, არის ჰორმონიო, არისო დედის სტრესიო, ეს იქნება ეკონომიკური სიდუხჭირე თუ სხვა, კი, ფსიქოპათი შეიძლება გაჩნდეს ღარიბ ოჯახშიც და მდიდარ ოჯახშიც, მაგრამ გამომდინარე გარემოდან ღარიბ ოჯახში ფსიქოპათი ხდება უფრო სასტიკი, სერიული, მკვლელი და ვაიუშველებელი, მაგრამ უზრუნველყოფილ ოჯახში მისი მანევრები ნაკლებად სისხლიანიაო. თქვენ ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობთ და მე კონკრეტიკა შემომაქვს, აი საჯარო დამცირება. და აქ მინდა პუტინიც და ივანიშვილიც შემოვიდანთ, იმიტომ რომ ყველაზე კარგი ახლო მაგალითია, რომ შორს თქვა არ წავიდეთ, ხო? აი გვახსოვს ხო, რომ ივანიშვილმა მოუწყო აი საჯაროდ იჭორავა ალასანიას. მის პირად ცხოვრებას. საჯაროდ იჭრა. ამის შემდეგ რა ხდება? 2016 წელს. როცა ხდება გამოქვეყნება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები, საზარელი. საშინელება ის ხო? და თან რაც მთავარია, ნახეთ, აი ფსიქოპათის კიდევ ერთი თვისება, რომ გავყოფო მუდმივი შიშის ქვეშ, შენ არ იცი, როდის გახდები მსხვერპლი, იქ რო იყო მინაწერი, რომ გვაქვს კიდე სხვების გამოქვეყნება, შემდეგ აღარ გამოქვეყნებულა, მაგრამ ყველა ადამიანის თავში ხო ეს ალარმი ჩაირთო, რომ შეიძლება ჩემი კადრებიც გამოუშვა და ეს იყო დასჯის უსასტიკესი მეთოდი. შურისძიების უსასტიკ, საჯარო დამცირება, განადგურება ადამიანის სოციალურად და ყველანაირად მორალურად. და აი კარგი მაგალითია ესეთი საჯარო დამცირების ომის წინ ნარიშკინი როგორ დაამცირა პუტინი. როდესაც ის უკვე გადაწყვეტილი ქონდა, რომ უკრაინაში უნდა შესულიყო და ნარიშკინი როგორც ჩანს თვალთ არ ეთანხმებოდა, ის საცოდავი სანახაობა არის. В противном случае мы должны принять то решение, о котором сегодня говорится. Что значит в противном случае? Вы предлагаете начать переговорный процесс? Нет, я... Или признавать суверенитет их? Я поддерживаю предложение о признании независимости. Хорошо, пожалуйста, садитесь. Спасибо. Владимир Александрович. ეს და ამიტომ და ასევე აი უემოციობა აქ რომ მოვიტანოთ აი ყველაზე კარგი ესენი ყოველთვის მალავენ ხო ნიღბავენ თავს კონტროლს უწევენ და როდის პირველად როდის აჩვენა თავისი ფსიქოპათიური ხასიათი პუტინმა როდესაც ლარი კინგის შოუში იყო მიწვეული და კურსკზე კითხეს რა დაემართა კურსკს და რო გაიღიმა აი ეს არის მართლაც ქრესტომატიული მაგალითი ფსიქოპათიის You tell me what happened with the submarine? Она утонула. ფოტოშორის ასეთ სახეთ მე აღვიქვი ეხლა ეგრეთ წოდებული ადგილობრივ არჩევნებზე ივანიშვილს რო კითხეს რა ელოდები თუ არ სანქციებს დიდი ბრიტანეთიდან როგორ უყურებდა შუა აი გაშიშულდა ვიწყებთ ბიჭებო როგორ ახართ ბრიტანულ სანქციებს ბატონობის შეგიძლიათ დაიწყოთ განცხადება სალომ ბატონობის კითხვებს არ უპასუხებ და იქნება ქრონიკული შიშის განცდა და აქ არის ესეთი კითხვა აი მაგალითად ღარიბაშვილს
და ლილუაშს რატო არ იჭერს, ხო? კი, არის ახსნა რომ იქ რაღაცა შეიძლება. ვერაფერს ვერ იტყვენ. ეხლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ლილუაშვილი, ვერც ღარიბაშვილი, მასზე ვერაფერს ვერ იტყვეს. ისინი როგორც ყველაზე დიდი დამნაშავეები და ყველაზე ახლოს იყვნენ და შესაბამისად ყველაზე დიდი მოღალატეები არიან, ისინი განსაკუთრებით უნდა დაისაჯონ, ანუ უნდა იყვნენ მუდმივი შიშის ქვეშ. როდის დაუკაკუნებენ მას კარზე, არავინ ღარიბაშვილთა რა გამახსენდა, ნუნუკას ფოტო. ნუ მისი ცოლის, აი როცა დაიწყო რომ ღარიბაშვილს დაიჭერენ, მასე რაღაცა აქორდა და ნუნუკა თამაზაშვილმა გამოაქვეყნა ჩახუტებული თუ ხელგადახვეული ფოტო ღარიბაშვილის და ივანიშვილის, რომ ბატონო ბიძინა აგერ ვარ. გამოიწვიოს რაღაცა. ხო, დაგვინდა და აი მეორე დღეს შევიდნენ მის სახლში. ხო. საქმე რა შეეცით იმისთვის რომ აი ხა ესეც მაინც რაღაცნაირად მინდა რომ კარგად დავინახოთ ის ამბავი რომ ჩვენც ვექცევით ამ გავლენების ქვეშ და ეს არის ეს ამბავი ეს არის და მარტო და სხვა შორის ესეც რაღაცნაირად აი კარგად იყო ნათქვამი რომ ეს ინფანტილიზმი უნდა დამთავრდეს რაღაცა ეტაპიდან და ეს არის ეს ფაქტიურად განვითარებული ადამიანზე და პიროვნებაზე ვსაუბრობ ვისაც არ აქვს ეს პიროვნული ესეთი დეფიციტური მახასიათებლები, რომელსაც ან სხვაზე გავლენის მოხდენა უნდა, ან თვითონ ექცევა გავლენის ქვეშ და თვითონ ხდება მსხვერპლი. აი, ამ შემთხვევაში პრინციპში რითიმე შეიძლება მანიპულირება მოხდინო ადამიანზე, რომ მსხვერპლად იგრძნოს თავი, ხო? დამნაშავედ იგრძნოს თავი და ბოლომდე დამემორჩილოს, ხო? ეს იქნება შანტაჟი, ეს იქნება დაშინება. ფაქტიურად მუდმივ სტრესში ვამყოფებ და ჩვენ ვიცით, ფსიქიატრიაში არის მთელი ჯგუფი ფსიქიკური აშლობებისა, რაც იწვევს განხანგრძლივებული სტრესული მდგომარეობა, როდესაც თავზე გაკიდია რაღაც და აი დღეს თუ არა ხვალ რაღაცა უბედურება გელის, ხო დღეს თუ არა ხვალ უბედურება გელის. და აი განსაკუთრებით აი ესეთი აი რაც თქვენ ახსენეთ, კოცებს სულ აქვთ ეს შეგრძნება, მაგრამ არავინ არ იცის და დეპარტამენტის უფროსის თუ მოადგილის დონეზე არავინ არ იცის მეორე დღეს ვის კარებზე დააკაკუნებს პროკურატურა. ხო, და ახლობლებ და სხვა შორის განსაკუთრებით ახლა მე მინდა გახაზი გავსვა, რომ ეს ადამიანები განსაკუთრებით ერთში ახლობლე მართლა უშუალო გარემოსაც, იმიტომ რომ უშუალო გარემოსვისგან უფრო მეტი მოთხოვნა აქვს და სულ აქვთ ეჭვი. არის თუ არა საეჭვო, მაინც სულ ეჭვი ეპარებათ მათ ერთგულებაში. მათ აქვთ სულის განცდა, რომ მათ შეიძლება ატყუებდნენ, იყენებდნენ რაღაცეებისთვის და აი ეს არა, ვთქვათ, არ იყვნენ ბოლომდე ერთგულები და ეს სულ არის ეს ხაზი. და კიდევ ერთი ძალიან დამახასიათებელი თვისება აქვს, რომ არ ივიწყებენ წყენას. იქაც სადაც არ არის ეს რეალურად შეურაცხყოფად, რაიმე კეთილი რჩევაც რომ მოგცე. ხო, რასაც ჩვენ ხედავთ, ხო, წერილი მივიდა რაღაცა რჩევებით, კეთილი რაღაცა ვიღაც ჩამოვიდა, რომ უნდა რომ დაელაპარაკოს. მე ამ კეთილ რჩევაშიც ყოველთვის ქვეაზრებს ხედავ, ეს არის თავდასხმა ჩემს პიროვნებაზე, თავდასხმა ჩემს ეს ვთქვათ რეპუტაციაზე და ასე შემდეგ. ხო, ეს არის ამ ადამიანის მახასიათებელი მაგრამ მისი აუცილებელი პირობა რომ დაიმორჩილოს მსხვერპლი უნდა გაანადგუროს როგორც პიროვნება თუ იმას აქვს შერჩენილი თავისი ინდივიდუალიზმი და აქვს განცდა რომ ეს მართალია ხო ასეთ ადამიანს ბოლომდე ვერ დაიმორჩილებს ხო ამიტომ უნდა აჩვენოს იმას რომ აი შე როგორი ნახე როგორ შეგეშალა ცხოვრებაში და თუ რომელი ადამიანია შეუცდომელი זה პრინციპში ხო აი მე და აი თქვენ ახსენეთ ეს მე მგონი ამაზე ამორალური და აი ეს იყო რაღაცნაირი წითელი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მე ჯერთ არის ვერს უყურეს ამ ვიდეოებს და რომ აზიარებდნენ და უბრალოდ ეს იყო ჩემთვის აბსოლუტურად ამაზრზენი რაღაცა როდესაც აი ესე გააშიშვა ადამიანები ხო და მათი პირადი ცხოვრების ახლა ამაზე მეტი რა უნდა მიქნა რომ მომსპო როგორც პიროვნება ხო და აი შენ რომ ამითი ეს შანტაჟი ხო რა არის ყველაზე მტკივნეული ადამიანებს შენ ამას რომ დაემორჩილე და გადეიქი განზე და სხვა შორის მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ სწორედ მანდ შეგვეშალა კი მე რაღაცეები შეიძლება თქვენც თქვათ რომ მე და მე კიდე რაღაცეები დაუშვით შესვლა მანდ უნდა უკვე მივხვდარიყავ და ის ადამიანები რომლებიც იყვნენ უშუალოდ ირგვლივ და ამიტომ ძალიან მიჭირს მე ზოგიერთი პოლიტიკოსის პარტიებავის თქვენ თქვით რომ იმ მომენტშიც ახლოს იყვნენ და დღემდე მიუხედავად ისე რომ იქიდან წამოვიდნენ დღემდე ვერ ამბობენ ამას და აი ამას რო ხედავდნენ და ამის აღქმა იყო აბსოლუტურად არასწორი ხო რა მოხდა შიში
აი აქ წერია შიში პლუს მადლიერება პლუს საკუთარ თავზე ეჭვი. რომ მე დავაშავე რა. ინტერნალიზად მე ბრალეულობის განცდა მოდის, აქ რო ჩემი ბრალი, ამიტომ მე სულ დამარწმუნოს, რომ ჩემი შენ თუ კარგად მოიქცევი, ხო აი ხო ხედავთ არა რომ რაღაცა ნაწილი არის საზოგადოების რომელიც ამას მოიქეცი კარგად და არ დაგიჭერეთ. მოიქეცი კარგად და იქ ციხეში არ ჩაქსვები და ასე შემდეგ. ანუ ვიღაცებისთვის ჯერ კიდევ და ნუ სამწუხაროდ რაც პროგრამზელებას დიქტატურა უფრო ნაკლებად აღსაქმელი იქნება ეს ყველაფერი. და ძალიან საფრთხილო და მე უბრალოდ ხო შეიძლება ეს მე ვილაპარაკოთ რომ განვითარებას რა განვითარება შეიძლება ქონდეს ამას ყველაფერს ხო სამწუხაროდ ეს სიბრმავე სიყრუვე რაღაც ეტაპზე ზოგჯერ ეს არის ნებელობითი სიბრმავე სიყრუვე ზოგჯერ ეს არის ემოციური სიბრმავე სიყრუვე შიშით განპირობებული ან რაღაცა მოგებით განპირობებული ან შეიძლება იყოს ესე კოგნიტური რაღაცა უუნარობა ამის ახმის ან ხედავ და ვერ ლაპარაკობ. და სისუსტის ჩვენება, აი ისე არის ჩასაფრებული დაინახოს სისუსტე. სხვაში, ხო? სხვაში. ერთ ადამიანში, საზოგადოებაში, სხვა ქვეყანაში ხა მაგალითად როდესაც უფრო დიდი მასშტაბის ამბებზე ვლაპარაკობთ იგივე პუტინის შემთხვევაში, ხო? აი როგორც swavy lesh აი ესე უყურებს და თუ სადმე დაინახავს ამ სისუსტეს პირდაპირ იმას დააცხრება. აი ეს როგორ ხდება და შესაბამისად რა უნდა ვისწავლოთ აქედან, ხო? ფსიქოპათის მთავარი ერთ-ერთი შემადგენელი ქცევის მოდელში არის სწორედ ის, რომ დაასუსტოს, დაარწმუნოს ის თავის უნიათობაში. დაარწმუნოს რომ აი ეს შენს გამო მოხდა ეს შენი ბრალია რომ ადამიანში გამოიწვიოს ბრალეულობის გრძნობა განცდა იმიტომ ეს ყველაფერი ტანჯვასთან არის შეჭედული ტანჯვა ხომ ძლიერი ენერგია და ემოციაა და ის ამით იკვებება ჯამთელი ადამიანისთვის ეს წარმოუდგენელი პირიქით შენ თუ დააშავე რაღაც არ გამოგივი და შენ დაუნებლიეთ ჩემი ჯამთელი ადამიანის რეაქცია არის უნარვეული არა უშავს ეს ყველას მოსდით ეს ახლა თუნდაც რომ ეს შეგეშალოს მომავალში შეგეშლება ხო ჩვენ შეცდომებზე ვსწავლ ანუ თანადგომა ჯამთელის მაგრამ ფსიქოპათის ეს არის პური და ყველი შესაბამისად აი ჯამთელი ადამიანის ყველაზე დიდი შეცდომა არის ის რომ ფსიქოპათს უყურებს როგორც ჯამთელს ხო აი ის ვერ წარმოიდგენს ეს ამ გადაცემის მიზანი და მე კიდე გავაგრძელებ ამაზე საუბარს იმიტომ რომ შესაძაც ამ პრიზმიდან შევხედე მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია რომ თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ეს ეს ხათაშორის ერთი ესეთი სუფიური პატარა ეს არის ისტორია უფლისწული რომელიც ღვინოდუდუკი ქალების რეჟიმში ცხოვრობს ეს უფლისწული მოდის სუფია რომელიც დაელაპარაკება რაღაცა ერთი საღამო და მაშინ მოხდება სულიერი ტრანსფორმაცია მასთან ერთად მიდის უდაბნოში და პატარა ოაზისში ჩამომჯდარია და იყურება ტბაში და არ ინძრევა ერთი დღე ორი დღე სამი დღე მოდის უფლისწულის ამალა რო ეხლა იპოვონ აბა რა მოუვიდა ამას ეს დაიკარგა ხო მე მკვიდრი დაიკარგა და ეს სოფია ეუბნება არ მიხვიდეთ ახლოს არ გააღვიძოთ ის შეიძლება გაქრეს ამაში იგულისხმება გაქრობაში რა რომ ეგო ეს პერსონა ეს ყველაფერი ხელოვნური ქრება ნამდვილი ზენაარული სუპერ ეგოს წარმოჩინებისთვის ეს სხვა გაქრობა აი ფსიქოპათთან არის რა არ შეეხო არ დაანახო მას თავისი ნამდვილი სახე შენი სიძლიერით კონკურენცია არ გაბედო და შენი ცოდვა და დანაშაული იქნება არა ის რომ ის გააკრიტიკო ახტაცება რომ არ გამოხატო უკვე დანაშაულია ამიტომ არ გამოხატვა და ახტაცების და მით უმეტეს რაღაც კორექტული კრიტიკა ნიშნავს იმას რომ ის იმას შეიძლება გაიღვიძოს და გაქრეს და ის ხომ ცარიელი აი ეს მომენტი შიგნით შეხედვის მას არ აქვს ანუ ნახეთ თავარი ვერც ერთი დიქტატორი ვერც ერთი ფსიქოპათი ვერ მოექცევა ძალაუფლების სათავეში რომ არ იყოს ამალა რომელიც ამას დაუშვებს პრობლემა არის და დღის წესრიგში დგას საკითხი არა კონკრეტული პიროვნების ფსიქოპათიის და მთელი რიგი ფსიქიატრიული დიაგნოზების დადასტურება პრობლემა არის საზოგადოების სენში მაგალითად რუსეთი ეს არის უმეტეს ნაწილად კოლექტიური პუტინი
როდესაც შენ ეკითხები, ესეც რისი ბრალია გარკვეული, ხო, აი თქვათ იგივე ის პროპაგანდისტული მანქანა, რომ აი მაგრამ თან ისტორიისაც. ხო, ეს მემკვიდრულად. იმიტომ მემკვიდრეობა აქვს რუსეთს არასოდეს არ ქონია თავისუფლ ისანი იყო ყმა მონის მდგომარეობაში მყოფი გლეხი, რომელსაც არაფერი არ გააჩნდა და შემდეგ გაათავისუფლეს, მიწა არ მიცეს, პატარა გაფართხალება იყო თავისუფლების და შემდეგ უკვე კიდევ უფრო დიდი ტირანის, კომუნისტური ტირანის ქვეშ იყო. ანუ თავისუფლების გამოცდილება მას არ აქვს, მას აქვს მუდმივი ტირანის ქვეშ ცხოვრების კოლექტიური გამოცდილება და მეხსიერება შესაბამისად. ჩემი აზრი, ვიცით, აი საკითხთან დაკავშირებით არის ასეთი, რომ საზოგადოება რომ გამოიღვიძოს, საზოგადოება და გამოღვიძების ერთადერთი საშუალება არის განათლება და კიდევ ერთხელ განათლება. რომ აი ეს ისტორიის გაფართოვება, აი სწორხაზობანიდან გადახვევა, იმპროვიზაციები, აღარ მახსოვს ერთი ის იყო ჯაზმენი ცნობილი, რომელიც არაჩვეულებრივად უკრავდა საყვირზე ფანტასტიკურ იმპროვიზაციას აკეთებდა. რაც დრო გავიდა ეს იმპროვიზაციები გართულდა კაკაფონიამდე მივიდა, რა აღმოჩნდა? მას აღმოჩნდა შიზოფრენია. და ეს სინამდვილეში იყო არა იმპროვიზაცია, არამედ პათოლოგიური ფსიქიკის გამოვლინება. და აი უკვე ის დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ მუსიკოსის ყურმა როგორ უნდა მიხვდეს, როგორ უნდა აღიქვას, რომ ეს მართლაც ჯაზია და იმპროვიზაცია თემიდან გადახვევის გარეშე და ეს უკვე პათოლოგიური კაკაფონია. აი აქ გვჭირდება სწორედ ეს ჩვენი ჯანმრთელობა. ის ვიღაცა რომ არის ავად და პათოლოგიური ამბიციით მოვიდა, ხომ და თან ძალიან დიდი ფული, ძალიან მისია არ არის, მისი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ის ამას აკეთებს, ხომ? ვერც ერთი, აი და ბოლო ესეთი, ხო? გერმანიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში მრევლი, ის მცირე რიცხოვანი რაც დარჩა მორწმუნე, ქალებისა გამოვიდნენ ტრანსპარანტებით ხელში. ვინ? ეს ვიღაც პადრე, ითხოვენ რომ ქალაქიდან წავიდეს დატოვოს ქალაქი. რატომ? ამ პადრეს ახალგაზრდა ბიჭს მამამ დაუტოვა ანდერძით დიდძალი ფული და ამ ბიჭმა თავისი ფულით, მამის დანატოვარი ფულით ააშენა სამსართულიანი სახლი პრესტიჟულ ადგილას. ეს ქალები გამოვიდნენ და თქვეს, ეს პასტორი მამაო არ არის. ის ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს და მან უნდა დატოვოს ქალაქი თავისი ფულით. ანუ საზოგადოება არის ისეთი მწიფე, ისეთი პასუხისმგებლობიანი, რომ სასულიერო პირი, რომელმაც თავისი ფულით ააშენა სახლი, ძვირფასი, fashion, ლუქსი, აღიქმება, როგორც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, ასეთი პასტორი ჩვენ არ გვინდა. აქედან გამომდინარე, რაც ხდება დაშვები. მოვიტანოთ ახლა და ბრევლის რეაქციაზე. ესეთ, აი აქ ძალიან გამახსენდა ახლა თქვენთან საუბარში, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ ის ხო ეუბნება ადამიანის თვითშეფასებას ხო აქვეითებს, თან ეუბნება რომ ფსიქოპათი და ივანიშვილი ამას აკეთებს მისი გარემოცის ყველა წევრთან, რომ შენ ნოლი ხარ ჩემს გარეშე, ნაფერი არ ხარ შენ გარეშე, ჩემს გარეშე დაიღუპები. სხვა უფრო უარესი იქნება რომ მოვიდეს, მაგრამ ნახეთ ეს არა მარტო თავის გარემოცვას, ეს გადმოიტანა ქვეყანაზე. როცა ის ამბობს რომ ჩვენ პატარა სოფელი უნდა ვიყოთ, ანუ თვით შეფასების განადგურება ერისთვის, ჩვენი კოლექტიური თვით შეფასების განადგურება. ხო, აი ხა სააკაშვილს რო შევადაროთ, სააკაშვილი გადაჭარბებულა და მაშინ მეცინებოდა ამას რო აკეთებდა, რომ ჩვენ ვართ საუკეთესოები, ბულვათუების ბულვარი ჯობია, თქვათ რომელიღაცა სანტროპეს ან ნიცის ბულვარს თუმცა ეს მეთოდია, აი პუტინთან არის მაგალითად, ზოგადად ჩვენ ვართ აღმატებულები, ჰიტლერთანაც იგივე იყო. ამ შემთხვევაში აღმატებულებას კი არ იყენებს ეს როგორც იარაღს, არამედ დამცრობას და შენ გეუბნება, რომ შენ პატარა სოფელი ხარ, შენ დაიწყე ომი. იმას კი არ დაუწყია. და ამიტომ იმ ოკუპაციაში შენი ბრალი გააცნობიერე. და ბოდიში მოიხარ. ის რომ შენ ოკუპირებული ხარ, აქ შენი ბრალია, მაგას შენ დაიწყე ომი. ეს არის არა მარტო რუსეთისთვის გაგორებული, არამედ აქ ერზე ზემოქმედების, მისი თვით შეფასების, მისი მასში
ბრალეულობის აღძრის ესეთი ზეგავლენის ოპერაცია. ფსიქოპათიურია მაგალითად განცხადება, რომ აი ამ გოგოზე იძალადეს, გააოპატიურეს, იმიტომ რომ მოკლეკაბა ეცვა. აი დაახლოებით ესეთია. შენ დაიწყე, იმიტომ რომ მოკლეკაბა გეცვა. ხო, ის კი არ არის მოძალადე, შენ ახარ, იმიტომ რომ შენი თავისუფლებისთვის იბრძვი, ხო, იმ გოგოს როგორც აცვია, ეს მისი თავისუფლების გამოვლენა და შენ მის თავისუფლებას რო ზღუდავ, ანუ ის არის დამნაშავე, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ანუ პატარა ქვეყანაა დამნაშავე, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის და ამას გეუბნება ის. შენ არაფერი არ ახარ, შენ მარტო ტერიტორია უნდა იყოს, რომელსაც მე გავყიდი ნაწილ-ნაწილ, რაღაცას არაბებს მივყიდი, რაღაცას რუსებს, შენ არ ახარ, აი თლიანად განადგურება თვითშეფასების, კოლექტიური თვითშეფასების განადგურება. ეს არის აი ძალიან დამახასიათებელი ივანიშვილისთვის და აი იმის თქმა, რომ აი რატო რა გინდა საზღვარგარეთ რომ მიდიხარ, რომ წახვედით, მე გაუბედურდით, აქ იყავით, გაჭირობაში იცხოვრეთ, მაგრამ არ გეცოდინებათ, რომ სხვები თქვენზე უკეთესად ცხოვრობთ და ამითაც დაკმაყოფილდებით, ბედნიერი იქნებით. ხო, თავარი ახლა ჩემ იმას რო ჩაუყვე ბოლომდე და მგონია რომ ამ თვალსაზრისით უფრო სტრუქტურიზებული და საინტერესოა. თავარი რის სწავლაც არის საჭირო, რომ ფსიქოპატ ავტორიტეტ არ სჭირდება სიყვარული, ამაზე ვილაპარაკეთ, სჭირდება მორჩილება, ხშირი შიში და დაუსრულებელი აღტაცება, რომელიც ისმის ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. მაკიაველიზმი. აი ეგ არის მაკიაველიზმი. და მისი ძალაუფლება არ დგას ხალხის მხარდაჭერაზე, მისი ძალაუფლება დგას შიშით განლაგებულ შიშით აწყობილ ურთიერთობებზე. ეხლა როცა ძალაუფლების დაკარგვის ფსიქოლოგია შემოდის უკვე ასეთ ფსიქოპათთან. რა ხდება მის შემთხვევაში? ეს არის ჯერ თავდაცვა, მერე შეტევა, მერე განადგურება. და ეს პროცესი არის კონტროლირებადი. ეხლა მე შეიძლება ბევრ ლაპარაკობ დღეს ბოდის ვიხდი, მაგრამ აი მინდა რომ ჩემი აი აღმოჩენებიც ეს გაგიზიაროთ და მარტო გადავწყვეტე ამ გადაცემის გაკეთება და რატო გავაგრძელებ ამ ხას, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიცით ლოგიკა ფსიქოპატის, ჩვენ უფრო ჩვენ ნაკლებად მოწყვლადები ვართ. აი, ეხლა ის თავდაცვა რა ხდება? მაგალითად, აი კონკრეტულ მაგალითზე ავიღოთ პირველი რუსული კანონის მაგალითზე. მანამდეც იყო ესეთი, მაგრამ მაინც ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ეს, რომ გამოვიდა ხალხი, ისეთი ტალღა გამოვიდა და ისე პროტესტის ისეთი ტალღა იყო, მანამდე უნახავი, ხო, არ ნახული. და მაშინ ეს უკვე ძალიან შეშინდა და თავდაცვაზე გადავიდა და მისი თავდაცვა რა იყო? უკან დახევა. იმიტომ რომ იმ მომენტში და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიდანაც მაქვს დადასტურებული, რომ პოლიცია არანაირად არ იყო მზად, რომ ამ ხელა ტალღას მორეოდა. ამიტომ მან რა გააკეთა? თავი დაიცვა, შევიდა უკან და მოემზადა მეორე შეტევისთვის. ამ დროს ჩვენ რო ვცოდნოდა და ჩვენ რო ესე მივდგომოდით ამ საკითხს, რომ ამას უნდა დროის მოგება და არა უკან დახება. ეს არ არის ხალხის აზრის გათვალისწინება, ეს არ არის რაღაცა დემოკრატიის ნიშანწყალის გაჩენა. არა, მას უნდა რომ დრო მოიგოს. შენ გაგრძნობინოს, რომ მან უკან დაიხია და ამ დროს მოემზადა და წამოვიდა უკვე შეტევა და უკვე გადასული არის განადგურების ეტაპზე. ანუ ჩვენ რო სახში არ წავსულიყავით, როდესაც ესეთი პატარა გამარჯვებები მივიხათ, რომ გწოდნოდა, რომ ამ დროს სახში კი არ უნდა წახვიდე და კმაყოფილი კი არ უნდა იყო, რომ რაღაცა წარმატებას მიაღწია, ბოლომდე უნდა გამოაჩინოს შენი ძალა და როცა ის სუსტია, აი მაშინ უნდა მოუღო ბოლო ამ დიქტატორს. და ესეც მე მგონი ძალიან სწორად ჩანს ხო არა მე რაღაც კი აბსოლუტურად გეთანხმებით ამ ლოგიკაში რასაც თქვენ ახლა რაც თქვით მაგრამ მინდა მაინც ცოტა სხვა კუთხე ფსიქიატრიული კუთხიდან და ძირითადად საჩვენს რაც მე ვილაპარაკე არის წმინდა ფსიქიატრულ დიაგნოზებზე ვსაუბრობ და იქ სახელმძღვანელო პრინციპებზე რაც არის ფსიქიატრიაში და აქაც მინდა ამითი ვიხელმძღვანელო და რაც გამოცდილება არსებობს უბრალოდ აქედან შევხედოთ. აქ არის
ესე ვთქვათ, კი, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ადამიანს ვთქვათ, შიშის და შფოთვის განცდა აქვს ძალიან დაბალ დონეზე, მაგრამ მას აქვს პარანოიალურობა საკმაოდ მაღალი. აი, ამაზე გადავდივართ, კი, ეს და ეს პარანოიალურობა რაში ვლინდება, იცით, რომ ის მართლა ის კი არ არის, რომ მარტო ჩვენ გვარწმუნებს ამაში, თვითონაც გარკვეულად ამ პარადიგმაში არის, რომ არიან მტრები და მოყვარეები და რომ არიან ადამიანები, რომლებიც მას ერჩიან. და აი ამ პარანოიალურობას ახასიათებს ერთი, ესე ვთქვათ, გაფართოვების ტენდენცია, რაც უნდა ძალიან კარგად გვესმოდეს და ამ პარანოიალურობას შეიძლება ჩვენს დაგვექვემდებაროთ. ეს რას ნიშნავს, ეს გაფართოვების ტენდენცია, რომ აი მე მაგალითად, როდესაც ვარ ადამიანი და მგონია, რომ ჩემი ბინა უნდა ჩემს მეზობელს, ვიღაცა პავლეს, ხო? და მე რაღაც ყველაფერში ვხედავ, რომ ეს პავლე მე რაღაცას მერჩის. მერე დავინახე, რომ ეს პავლე ლაპარაკობდა ვიღაცა ბონდოსთან. მე უკვე დარწმუნებული რომ არა მარტო პავლე მერჩის, არამედ პავლე და ბონდო მერჩიან. მერე გავიგე, რომ იმ ბონდოს ყავს ვიღაცა ნათესავი სადღაც და აი გაფართოება ამას ნიშნავს, რომ ჯერ იყო რაღაცა ნაციონალური მოძრაობა, მერე კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, მერე გავედი და მივედი და deep state-მდე მივედი, ხო? ლოგიკა ესეთია, რომ ეს არ შეჩერდება. აი ზუსტად მაშინ თუ შეიძლება ქალბატონია ბოდიში ვიხდი, იმიტომ რომ ზუსტად აქამდე მივდივართ. ანუ ჩვენ ახლა ვარ ბოლო ეტაპზე, როდესაც ის გზნობს საშიშროებას, ანუ თავდაცვა შეტევა, განადგურება და ეხლა რა ხდება ამ დროს? რადგან საშიშროების შეგრძნება იზრდება, ელიტის შიგნით იწყება წმენდა. აღარ დავაკონკრეტებ იმდენად კაფეა. ერთგული კადრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. აღარ დავაკონკრეტებ იმდენად ცხადია. ყველა ცდილობს უფრო ერთგულად გამოჩნდეს, ამ შემთხვევაში კობახიძე, თუმცა ეს არ უშველით. ხო, აქ გვაქვს ორი ფსიქოპატის ურთიერთობაც. ძალიან საინტერესოა, რომ ერთი ფსიქოპატი ხდება მეორეს, იმას მეტი ძალაუფლება და ფული აქვს, მაგრამ ამას აქ მეტი ინტელექტი და უფრო ჭკვიანია. და ეს არის ყველა ცდილობს უფრო ერთგულად გამოჩნდეს, რომ თავი გადაარჩინოს. ესაა პარანოის სისტემური გავრცელება. ეხლა რაზეც თქვენ ლაპარაკობდით. ძალაუფლების დაკარგვის გარდატეხა აგრესიული გაფართოება. ეხლა რაზეც თქვით, რომ გარე აგრესია, ეს არის ომები, რომლის თავი საქართველოს და ივანიშვილს ასაკურველი ჩვენ არ აგვაქვს, ამიტომ ჩდება ქიმერული მტერი, ანუ არარსებული მტერი, გამოგონილი მტერი და სამიზნე deep state, რომელიც გუშინდელი იმით აღმოჩნდა უცხო სპეცსამსახურები. deep state-ის სპეცსამსახურები, გლობალური ომის პარტია, აი ეს გარემ მტერზე შეტევა. სულ ბრძოლაში ვართ ამ ქიმერულ მტერთან. ვებდვით deep states. deep state-მა დაამარცხა თელი მსოფლიო, დაამარცხა ყველა JD Vance-იც deep state-ის წარმომადგენელი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ აქ ესენი ვერ დაამარცხა, იმიტომ რომ მედგრად დგანან ბატონი ბიძინას დამსახურებით და მისი სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის გამო ჩვენ შევძელით, რომ deep state-ი დაგვემარცხებინა და პოლიტიკის რადიკალური გამკაცრება. რატომ ომი აერთიანებს შიგნით დაშლილ ჯგუფებს, ეხლა ეს deep state-ი, ანუ არ გვაქვს ომი და ამიტომ deep state-თან ომი საჭიროა და შიდა სიტუაციაში რა ხდება? მედიაზე სრული დარტყმა, გამარჯობათ, სასამართლოს სრულად პოლიტიკური ქცევა, გამარჯობათ, პროტესტის ნებისმიერი ფორმის კრიმინალიზაცია, გამარჯობათ. აი, ეს არის. და პარანოის პიკი, აი ხა რაზეც და მე გავჩერდები, მაგრამ მე ჩავიკითხო ბოლომდე, ფსიქოპატი ხედავს ტრებს ყველგან საკუთარ გარემოცვაში, ხალხში, ახლობლებში და საკუთარ თავშიც კი. შედეგი გადაწყვეტილება ხდება არაპროგნოზირებადი და ლოგიკა ხდება. ეს არის ეტაპი, როდესაც ეკონომიკა მიდის გაკოტრებისკენ, ქვეყანა იზოლაციად და რეპრესიების სისხლიან რეპრესიებამდე. აქაც გამარჯობა. თავარია ძალაუფლება არ დაკარგოს. ფსიქოპატ ავტორიტეტს ურჩევნია ქვეყანა დაინგრეს, ვიდრე მის გარეშე იარსებობს. ქალბატონი არა ამ ყველაფერს. მე ქალბატონი ვერაფერს ვეღარ იტყვის, იმიტომ რომ ამისი მოლეკულური საფუძვლები უკვე შესწავლილია ძალიან კარგად. და ფსიქოპათი აუცილებლად აგებსო პასუხსო. აი განსხვავებით, აი თქვათ, აი შიზოფრენიის მძიმე ფორმები, როდესაც თქვათ არის ბოდვითი აშლილობები, არის ჰალუცინაციები, ხო? იქ იმ შემთხვევაში რასაკვირველია, იზოლაცია ხდება საზოგადოებისგან, ათავსებენ სპეციალურ დაწესებულებებს. ფსიქოპათი აცნობიერებს რასაკეთებს.
ის მიზანმიმართულად მიდის ყველაფერ ამაზე და ის პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით, თუ ასე ამბობს ფსიქიატრია. სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზა ფსიქოპათიას არ მიიჩნევს იმად, რომ ის განთავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან და მანახეთ ერთი დიქტატორი, რომელიც არ არსებობს დიქტატორი ხარ, ხა ხალხს ხოცავდე არ არსებობს ემპათია კონდეს და ამაში ცხოვრო და ამით სიამოვნებას იღებდე, ეს ხო არ არსებობს, ამიტომ მე მგონი არ არსებობს დიქტატორი, რომელიც ფსიქოპათი არ იყო. არ არსებობს ტირანი, რომელიც ფსიქოპათი არ იყო. ნორმალური ადამიანი და ვერ იქნება, ვერ გახდება. არის გამონაკლისები, იმიტომ რომ ყველა, იცით, არის ცნება მასიური მკვლელობები და არის ცნება სერიული მკვლელობები, ხო? აი, მასიური მკვლელობები, რაც ჩაიდინებს. არის მაკბეტის სინდრომი, ხო? როდესაც ადამიანი თითქოს ნორმალურია, კარგია, მაგრამ ის შედის გამოუვალ სპირალში, ხო? ვიღაცის წაქეზებით, ამ შემთხვევაში ცოლის წაქეზებით ხდება მსხვერპლი საკუთარი ერთი გადაწყვეტილების, რომელსაც შეყავს სპირალში და მე სხვა გამოსავალი არაა გარდა იმისა, რომ ფსიქოპათად იქცა, ანუ სოციოპათად იქცა სამშობლოში. აი ნიურნბერგის პროცესზე ხო იყო ეს გასამართლება რა იყო ახლა თავარი, რომ მასიური მკვლელობები, ხო? სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის. მასიური მკვლელობები, აი ეს რაც ჩაიდინეს მესამე რეიხის პერსეურებმა, ხო? არც ერთი არ არის ეს ფსიქოპათიური, ყველა არის გააზრებული გადაწყვეტილებებია. აი მაშინ როდესაც თქვა სერიული მკვლელობის შემთხვევაში უმეტესობა ფსიქოპათიურია. ანუ ნახეთ იქმნება გარემო ნეგატიური სელექციის პრინციპით და პათოლოგიის განორმატივება ხდება. და აი ამაში ბოროტების გაბანალურება როგორც არის მაკიაველიზმი, გეუბნება რომ ყველა საშუალება გამართლებულია ამ მიზნის მისაღწევად. ეს არის მაკიაველიზმი, ხო? ის ამართლებს ბორჯიას ქცევას. ამ მიუხედავად ასეთი იყო? არაო, ესო იტალიის გაერთიანებას ემსახურებოდა, რომ მტრისგან განთავისუფლდეს იქ ფრანგები, იქ ესპანელები, ხო? თვითონ ესპანელია ბორჯია. ნახეთ, პათოლოგიის განორმატივებაში შენ გეხმარება პროპაგანდა. გეუბნება, რომ შენ რო აკეთებ ასე და თავს და მეც მასე ვაკეთებ. ესეც ასე აგინდებს. ანუ გაბევრებით, ხო? და ჩვენ გვაქვს ესეთი განმარტება, რომ ნორმა არის ისო, რაც უმრავლესობას ახასიათებს, რაც არ არის სწორი. მალარია ეხლა ნორმა უმრავლესობას ჭირს ინდოჩინეთის ტერიტორიაზე, მალარია გავრცელებულია, მაგრამ ეს ნორმა არ არის. ხო? ამრიგად პათოლოგიის განორმატივების გზით, ხო? ანუ ჯერ უნდა დააჯერო ადამიანს, რომ შენ ეს დაავადება გჭირს. აი შენ ეს გჭირს და მე წამალი მაქვს. მე ხო, აი შენ თუ ამას გაკეთებ, წამალს მოგცემ. მორჩა, ეს არის პრინციპი მარტივი. და მე თუ ვარ ჯამთელი ვამბობ, არა, მე ეს არ მჭირს. და შენი საწამლო მე არაფერი არ მჭირს. მე არ მინდა შენი წამალი, მე არაფერი არ მჭირს. ეს რაც ხდება, ეს არის საზოგადოების დაშვება. ეს ჩვენ დავუშვით და იმიტომ მოხდა. ანუ სამკურნალო არის არა ის, იმას არ შეიძლება არაფერი. ჩვენ გვჭირდება და ერთადერთი სამკურნალო საშუალება ეს არის ჯანსაღი ინფორმაცია და განათლება. და სწორად ფაქტების და ბოლოს მინდა აი მე ერთ დღეს მოვყვები, იმიტომ რომ შიდა ინფორმაციები მაქვს, როგორ გაიკვალა გზა ძალაუფლებისკენ კობახიძე. მაგ მეორე ფსიქოპათთან გვაქვს საქმე, ძალიან მიზანმიმართულად, ძალიან თანმიმდევრულად, სწორი მუშაობით და მან მოასუფთავა გარემო. ძველი ერთგული მსახურები ჩამოაშორა ივანიშვილს და დარჩა ის. ის არის, ანუ ყველა დანარჩენი ეს იყო რაღაცა ისეთი ღარიბაშვილი, ლიბუაშვილი, ესეთი ტიპები, რომელსაც ძალიან სუსტები იყვნენ, მათი მანიპულაცია მარტივი იყო, მაგრამ ივანიშვილის მხრიდან, რომელმაც უფრო რაღაცა ეტაპზე ჩათვალეს, რომ ძალიან ძლიერები იყვნენ და ამიტომ შეეძლოთ უამრავი ფული ეკეთებინათ. და შერჩებოდათ, ეს ჩათვალეს იმდენად სულელები იყვნენ და კობახიძე, ასევე ჩვენ კობახიძეს ვუყურებთ, მის სახეს ვუყურებთ, მის უემოციობას ვუყურებთ, მის უტიფრობას ვუყურებთ, აქ კიდევ უფრო ნათლად ჩანს, აი ივანიშვილისგან განსხვავებით, ანუ ივანიშვილთან ისე აკაფიოდ არ ჩანს ვიზუალურად, როგორც ეს ვიზუალურად ჩანს კობახიძესთან და ასევე ის პირად ურთიერთობებშიც ესეთ შთაბეჭდილებას ახდენს ახლა. ანუ მასში ხედავ პირდაპირ ასე მეუბნებიან, რომ ფსიქოპათია. და რომელს შეჭამს, ხო? ცხადია, რომ ერთმა მეორე უნდა შეჭამოს. შეუძლებელია ერთმანეთი არ შეჭამა.
ხო, რა თქმა უნდა, ეს ხო, მოკვდა მეფე და გაუმარჯოს მეფეს, ხო, რაღაცა ძველი კვდება, ახალი მოდის. და სხვა შორის ფსიქოპათების манипуლირება ძალიან კარგად შეიძლება ზუსტად იგივე აი ამ თავისი პარანოიალური აზრებით. უბრალოდ მე ძალიან კიდევ მინდა ამას ხაზი გავსვა, რომ საზოგადოება ჩვენ თუ მივიღებთ რაღაცის ნორმალიზებას მოვახდენთ, აი აქ დასრულდება ყველაფერი. ჩვენ უკვე მოვახდინეთ ეკა სამწუხაროდ, ჩვენ ბოლო ეტაპზე ვართ ეხლა და არ ვიცი რა გადაგვარჩეს, უნდა გადავრჩეთ, მხოლოდ მოძრაობა, აზრზე მოსულა, ანუ ესეც ერთ-ერთი ასე ვთქვათ ეს გადაცემაც არის იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე და რა გვჭირდება, რა იარაღი გვჭირდება იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად ვიბრძოლოთ. რამაც შორის გვჭირდება ცოდნა მისი ლოგიკის, მისი ხასიათის, ხო? ხო, ლოგიკა არის რა ძალიან ორგანულია, ეს რაშიც ახლა ვიმყოფებით, რომ მიდის თვითონაც გარემოცვა და თვითონაც იჯერებენ აი ამ მტრულ გარემოს და ეწება მტერთან ბრძოლა და ეს მტერთან ბრძოლა არის ძალიან გამძაფრებული და იწყება ამას ქვია, ხო, ამას ქვია მდევნელთა დევნა, ანუ ჩემი წარმოსახვითი მდევნელი ვინც არის, ვისაც მე მივიჩნევ, რომ ამ მდგომარეობამდე მიმიყვანა და ძალიან გამუქებულად აღვიქვავს საფრთხეს და რაც უფრო აღვიქვავს საფრთხეს, რაც უფრო მიმამწყდევენ, ესე ვთქვათ, კუთხეში მით უფრო საშიში გავხდები, მით უფრო იმპულსური ვარ, მით უფრო სრულად წინასწარ მართლა ძალიან რთული არის იმის განსაზღვრა, რაზე წამსვლელი არის. ხო, წამსვლელი არის ძალიან ლოგიკა იკარგება და მართლაც ამიტომაც არის, რომ ამ განვითარებაში ჩვენ უნდა სწორად შევაფასოთ საფრთხეები და როდის უნდა მოხდეს, ან თავის დაღწევა, ან განეიტრალება, ან ვიღაცა მაინც განეიტრალებს. მეორე, ხო, ეს მეორე რაც საშიშროება არის, რომ შეიძლება გამოჩნდეს აქ მხსნელი აი ესეთი მეორე დიქტატორული მახასიათებლების ადამიანი, რომელსაც დაიჭიროს იმის ადგილი. ის გაანადგუროს და ამან დაიჭიროს იმის ადგილი. ხო, არა, მე სიმართლე გითხრათ, გვერდიდან მე მგონი ბევრმა თქვა, ხა ეს ჩემი არის, რომ ჩემი მარტო შემოსაზრება არ არის, რომ მითი ხდება მისი манипуლირება, პრინციპში მისი შიშებით манипуლირება, მისი იზოლაცია. ჩემი ღრმარ წმენით ყობახიძე რასაც აკეთებს ზუსტად არის ეს, რომ ის აკეთებს უკვე ივანიშვილი არის წარმოუდგენელ ფობიებში, ანუ ამ ფობიებზე ლაპარაკობს არა ესე გარეგნული ანალიზით, არამედ შიგნით მყოფი ხალხი, მას აქვს გამწვავებული ფობიები და იმას, რასაც ჩვენ ხედავთ ბოლო პერიოდში, აი ძალიან ზღვარგადასულ რეპრესიებს, რომლის მოლოდინი საქართველოში არავის არ ქონდა და ეს ხდება ძალიან სწრაფად, ეს არის ივანიშვილის ფობიებით ყობახიძის მიერ манипуლირება. აი ეს არის, რომელიც დამთავრდება ივანიშვილის ან დაღუპვით, ანუ ივანიშვილის წინააღმდეგ არის ყველაფერი მიმართული იმ თვალსაზრისით, რომ ამ შემთხვევაში ყობახიძეს, რომელიც უფრო დახვეწილია თავისი ინტელექტით, უფრო გაცილებით უფრო ჭკვიანია, უფრო განათლებულია, ნაკლებ ემოციურია და მან კარგად იცის კანონები, რა კანონი როგორ უნდა გამოიყენოს, რომლის ცოდნა აბსოლუტურად არ აქვს ივანიშვილს, მას შეუძლია შეჭამოს ივანიშვილი და მთლიანად გააგიჟოს ამ თავისი პარანოით. გაუმწვავოს ბოლომდე, ანუ იქამდე ხო, კრიზისამდე მieყვანს. აქ როგორ ხედავთ, ხო, როგორ ხედავთ ამ ორის ურთიერთობას? მე ყობახიძის სასარგებლოდ ვხედავ. ხო, ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდა ყოველთვის იგებს მოხუც, ხო, რაღაც ერთად თქვით. ეს რაღაცა ესე ჟანრის კლასიკაა, ხო, რაღაცა ძველი, რაც არ უნდა ძლიერი იყოს და ყოვლის მომცველი და ყველანაირი ძალაუფლება ქონდეს, მაინც ბიოლოგიურადაც არ არის უსასრულო, ხო, დიქტატორის არსებობა, ხო. ამიტომ ივანიშვილის ადგილზე მე ძალიან გავფრთხილდებოდი და რაღაცა თუ რამე საღი დარჩა, კრიტიკულად შევხედავდი, ეჭვით შევხედავდი ყობახიძის мотиваციებს. თქვენ აქ ბოლო სიტყვა რო შეაჯამოთ გადაცემა. მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მოვიგებთ. ხო, და სხვა შორის მაგას, ხო. იმიტომ რომ გარდაუვალია ასეთი ძვლიერი და რამდენი არიან შუმერებიო, ხეთებიო, ხათები მანამდე, ხო? დიდებული ასურეთის იმპერია. არა, ეს მე ვიწყებ ახლა მითოლოგიური სიუჟეტიდან. ხო, რამდენი არის გადაშენდა, ხო? ნუ ჩვენ გადავრჩით მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად
უაზრო მსხვერპლ შეწირვების, მაიკო ბარათაშვილი რო ავიღოთ, ხო გახსოვთ? ამრიგად ჩვენი გაერთიანება გარდაუვალია. და ეს ტიტანთა ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება ტიტანების ქვესკნელში გამოკეტვით. ეს არ არის უბრალოდ ჩემი სურვილი ან ოცნება. ისტორიულად შეუძლებელია პარანოიდიზმის და ფსიქოპათიის მუხტით გამშვალ ბირთვში არ მოხდეს თვითდამანგრეველი დაპირისპირება. ორი ფსიქოპათი თუ სამი ფსიქოპათი, აბა მითხარით, მანახეთ, აი ფსიქოპათების მიერ მართული დიქტატურა, სადაც ფსიქოპათმა გაიმარჯვა. არ არსებობს ეგეთი რამ. ყველა დამთავრდა ამ ესეთი ომით, გარე კატასტროფით, ჰიტლერი, მილოშევიჩი, ანუ ყველაზე ესეთი უახლესი მაგალითები, შიდა ელიტის გადატრიალებით და ხალხის ამბოხებით ჩაუშესკუ. ხანგრძლივი სტაგნაციით და ჩუმი დაშლით, როგორც დაიშალა, მაგრამ ეს აქ ხარ ეს რას მაგალითია, ხო, ჩუმი დაშლით, ეს სცენარი. ადრე თუ გვიან და პირველი მერცხალი იცით რა იქნება? ძლიერი ეკონომიკური კრიზისი, რაც კარს არის მომდგარი და ეკონომიკა გაკოტრება, ქვეყნის იზოლაცია, სისხლიანი რეპრესია და ემიგრანტების გამოგზავნილი ფული აღარ ეყოფა. იმიტომ რომ ინფლაცია მთლიანად შეჭამს. იმ გამოგზავნილ ფულს ინფლაცია შეჭამს. შესაბამისად, აი რო აღარ იქნება ერთი იყო პოლიტიკოსი, ახლა ხელს Facebook-ზე ვნახე, ესო ემიგრანტები უნდა ჩამოვიდნენ, რომ მან იქიდანო არ უნდა ქონდეთო ხმის მიცემის უფლება, იმათ ამან არ იციან ვითარება რეალურად რა ხდება ქვეყანაში. უნდა ჩამოვიდნენო და ეზოშიო დომინოს და იმას რო თამაშობენო ბანკოს, ხო, ჯოკერს. აი იმათ იმ ბიჭებს უნდა მოусმინონ. ესე იგი, აი ამ ბიჭებს რომ მოусმენენ, ხო, იქიდან გამომდინარე უნდა გააკეთონ დასკვნა. წარმოიდგინეთ რა დონეზე ვარ. ხო, ნეგატიური სელექცია. ეს დამთავრდება, აუცილებლად დამთავრდება ხალხის გამარჯვებით. ამინ. ხოდა შეგვიძლია ვთქვა. თმაკნას თუმცა ჩვენ კი უნდა ვიყოთ აუცილებლად ოპტიმისტები, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სანამ არ დავინახავთ ურჩხულს და არ ჩავხედა და მართლა არ დავიწყეთ ბრძოლას ურჩხულთან და უნდა ვიცოდეთ რომ ურჩხულთან ბრძოლა მხოლოდ გაერთიანებული ძალებით შეიძლება. რანაირი ურჩხულიც არ უნდა იყოს. წინასწარ შეგვიძლია მისი მოქმედების განსაზღვრა, არ შეგვიძლია. უნდა ვიცოდეთ რომ ურჩხულია და ურჩხულს უნდა შევეწინააღმდეგოთ და ვებრძოლოთ. და სხვათა შორის აი რჩევები ფსიქიატრების, ფსიქოლოგების რჩევები მსხვერპლის მიმართ, ხო, მსხვერპლი, რომელიც აი ფსიქოპათის მსხვერპლი, ხო, ნარცისის მსხვერპლი, პირველი რასაც ეუბნება ფსიქოლოგი და ფსიქოპათი, იცოდე, რომ ფსიქოპათია და ნარცისიზმი არ ინკურნება, ეს არასოდეს არ დამთავრდება. ყველა მისი სიტყვა 10-დან 12 იცოდე ტყუილია, იტყუება, ეს არის პათოლოგიურად მატყუარა, რომელსაც არ აქვს ინდისის ქენჯნის არანაირი მოდელი, ბიოლოგიური რესურსი არ აქვს. ის რომ მოგატყუებს და ტკივილს მოგაყენებს, არ იფიქრო რომ ის იტანჯება. მას ბიოლოგიურად არ შეუძლია თანაგზნობა, არ შეუძლია. ძლიერი მხარე, რითაც ძალაუფლებას სტრეს მედეგია. სტრეს მედეგია, იმიტომ რომ არის კვლევები, რომ ფსიქოპათებს აქვს დაქვეითებული კორტიზოლი და შესაბამისად შიშის გრძნობა არ აქვს, მაგრამ არის სპლესკი, ესეთი ავარდნები, როდესაც ის ვარდება უკვე პარანოიაში და ეს შეჭედილია. თურმე ამ დროს ტვინში მიმდინარეობს, ჩუმად მიმდინარე ქრონიკული ანთება. ანთებითი დაზიანებები ხდება თავის ტვინში ორგანულად და ესეთი ვასპალენია მოზგა ეს გამოვლინდება დესტრუქციაში. გამარჯვებული ფსიქოპათების ომში არ არის. აქ გამარჯვებული იქნება ხალხი. არა, ფსიქოპათები მარცხდებიან აუცილებლად. შედეგი რა, მაგრამ შედეგი რა, ანუ ფასი რა ფასი გადავიხდით. ნუ პერსონალური აპოკალიფსის სურათი ექნება. ერთხელ ვიმეორებ, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აი მისი პარანოიის ძალიან ასეთ ვთქვათ გაძლიერებით სარგებლობს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფსიქოპატი, რომელიც უფრო რაციონალურად აზროვნებს, არ არის პარანოიაში, კობახიძე. ამ პარანოიის არაჩვეულებრივი გამოვლინება მისი ბოლო წერილი 2 დღის წინ რო გამოქვეყნდა, სადაც ეს ფრაზა მომეწონა სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი შვეიცარია. ხო, ანუ რატო კიდე ერთხელ ხაზს უსვამ, რატო მინდა რომ ეს გადაცემა ნახოთ, გადააზიაროთ
ყველას მოუყვეთ ამის შესახებ, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ ესეთი მაგალითი, ამ შემთხვევაში ორი ადამიანის ურთიერთობა, ერთი არის მსხვერპლი, მეორე არის მოძალადე, ფსიქოპატი, ნარცისი, პათოლოგი და აი რა შემთხვევაში შეუძლია მსხვერპლს დააღწიოს თავი. თუ მსხვერპლი ფიქრობს, რომ მას შეუძლია შეცვალოს თავისი მოძალადე, იმიტომ რომ ის ხანდახან ცრემლებს ხურის, ხვეწება და ეუბნება რომ აუცილებლად გამოიცვლება, რომ წავა ფსიქოლოგთან, იმკურნალებს, წამალს დაალებს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არასოდეს არ იცვლება, არასოდეს არ ეთქვი. ეს არის ტყუილი. როგორც ქალბატონი ამბობს, ეს არის ტყუილი. ერთადერთი გადარჩენის გზა თქვენ ამ ადამიანისთვის და ვინცე თუ ვინმე ხართ ესეთ მდგომარეობაში არის კარგად გაიაზროთ რა ტიპის ურჩხულთან გაქვთ საქმე, იმიტომ რომ ურჩხულია ეს არ არის ნორმალური ადამიანი და იპოვოთ გზები შვიდად გამოხვი დააღწიოთ თავი მის კლანჭებს. უნდა მიატოვო. უნდა მიატოვო. და არასოდეს არ დაიჯერო მისი რომ ის გამოსწორდება. ვახსოვს კიდე ერთ მაგალითს მოვიყვანე, ხა გამახსენდა 2018 წელს ივანიშვილი რომ იხვეწებოდა, რომ აი როგორც კი იგრძნო რომ ის კარგავს ძალაუფლებას. მე ვიღებ პასუხისგებლობას. რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუცებადი გახდეს. კადრი, როცა ისე ხვეწება, რომ მომეცით კიდევ ერთი შანსი, სახე რო აი გადაფიქრებული აქვს და გვეუბნება და ხალხი ავარდა, რომ აი გაიაზრა პრობლემა რა არის და აუცილებლად ის ჩვენ სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ანუ განსხვავება მხოლოდ ის არის ორი ადამიანი, ანუ ეს ხდება ორი ინდივიდ შორის, თუ ეს ხდება ძალაუფლებაში მყოფ ადამიანსა და ანუ ხალხს შორის, ანუ ეს არის დანარჩენი მოდელი არის აბსოლუტურად ერთი. შეხედეთ ივანიშვილს როგორც მოძალადეს, რომელიც მოდივად გატყუებთ და ეხლა არის გადასული, უკვე მოტყუების ეტაპზეც აღარ არის გადასული, ეხლა არის თქვენი განადგურების, მთლიანად განადგურების ეტაპზე გადასული. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ეს მოსაზრებები გაავრცელოთ, ეს პოდკასტიც გაავრცელოთ, ამ პოდკასტიდან ამ მონარიდები გაავრცელოთ და ამით ძალიან დაეხმარებით საზოგადოებას, ისევე როგორც დაეხმარებით ერთ მსხვერპლს სწორი ინფორმაციის მიწოდებაში იმისათვის, რომ მან თავის მოძალადეს თავი დააღწიოს. უდიდესი მადლობა არაჩვეულებრივ დიაყოლბაიას და არაჩვეულებრივ ეკაჭყონიას, როგორც ყოველთვის იყო მათი მოსმენა დიდი პრივილეგია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე, გამოიწერეთ ჩვენი არხის პოდკასტებით და მოიწონეთ ეს პოდკასტები და გამოყვებით ასევე Facebook-ზე, TikTok-ზე და Instagram-ზე. მადლობა.